გამარჯობა მეგობრებო და კოლეგებო. აა დღეს ვაგრძელებთ პირველ რიგში მადლობა რომ მობრძანდით Zoom-შიც და აქაც ვინც ხართ. გეტყვით იმას შესავლის სახით ასე ვთქვათ, რომ დღეს ვაგრძელებთ კარტელის სამუშაოს ფარგლებში შესრულებული შრომის წარდგენას და შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო შტაშმა უკვე გუშინ ფაქტობრივად მოგვიმზადა ესე ვთქვათ საზრუნო ნიადაგი იმისთვის, რომ დღეს გაგვიგრძელებინა ამ თემაზე საუბარი. გუშინ ძირითადად რაზეც ვისაუბრეთ იყო ის, რომ რაზეც საბამი საუბარი იყო ის, რომ თუ როგორია ფროიდის თეორია ობსესიურ ნევროსთან დაკავშირებით. დღეს კი უკვე ვეცდებით, პირველ რიგში მე ვეცდები, რომ ასე ვთქვათ, ამ თეორიული კონცეფციის მანიფესტაცია ვცადოთ კლინიკური შემთხვევის მაგალითზე, რომელიც ფროიდს აქვს 1909 წელს გამოქვეყნებული და შემდეგ უკვე სანდრო მოგახსენებთ ობსესიურ ნევროსსა და რელიგიას შორის კავშირს. როგორც ალბათ ნახეთ, საქმე ეხება ფროიდის პაციენტის შემთხვევას, ობსესიური ნევროზის კლინიკური შემთხვევა ეს, რომელიც მან 1909 წელს გამოსცა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სანამ გამოსცემდა ამას, ის უკვე მანამდე მუშაობდა ამ პაციენტთან 1907 წლიდან 1908 წლის ფარგლებში, გარკვეული ინტერვალებით ჰქონდა ეს სეანსები და უნდა აღინიშნოს ის, რომ 1908 წელს მან მოკლე სახით წარადგინა მოხსენება ზალცბურგის ფსიქოანალიტიკური საერთაშორისო ასოციაციის შეკრებას. და მას ჰქონდა კარლ იუნგთან მიმოწერებიც ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს სამუშაო მისთვის იყო ძალიან რთული, სტრუქტურული თვალსაზრისით უჭირდა მას, რომ კლინიკური სურათი სრულყოფილად წარმოედგინა. და იმასაც კი ამბობდა იუნგთან მიმოწერებში, რომ შეიძლებაო, შიშობდა ფროიდი, რომ ეს ნაშრომი, რასაც მე წარმოვიდგენო, ანალიტიკოსთა უშუალო წლის მიღმა იქნებოდა ყველასათვის გაუგებარი. როგორც ფროიდი მოიხსენიებს კარლ იუნგს, ეს არის პირველი კრიტიკოსი თურმე, კარლ იუნგი ფროიდისთვის, ვინც ეს ნაშრომი, ასე ვთქვათ, შეაფასა კრიტიკულად და თავისუფლად იუნგიც ამბობს თავის სიტყვას ამ ნაშრომთან დაკავშირებით, რომ ამ ნაშრომის გაგება მხოლოდ ინტელექტუალური ძალისხმევით არ იქნება შესაძლებელი. ზოგადად ფსიქოანალიზის გაგება მხოლოდ ინტელექტუალური ლოგიკით არ არის შესაძლებელი და კარლ იუნგიც ამას აღნიშნავს კონკრეტულად ამ ნაშრომთან დაკავშირებით და ის მერე თათხავს თავის სტუდენტებს, რომ მათ არაფრის გაგება არ შეუძლიათ და მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს სანამ ნაშრომის განხილვაზე გადავიდეთ უშუალოდ. რაც შეეხება შესავალს თვითონ რასაც ფროიდი აკეთებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე დეტალი, ვიდრე უშუალოდ პაციენტის სიმპტომატიკაზე და მის ისტორიაზე გადავიდოდეთ. ფროიდი აღნიშნავს კიდევ და კიდევ, რომ ამ ნაშრომის თეორიული სტრუქტურაცია არის რთული, ვინაიდან ობსესიური ნევროზის ფენომენი მისთვის წარმოადგენს სერიოზულ ენიგმას. ანუ მისი გაგება ძალიან უჭირს და მით უმეტეს ამ კლინიკური შემთხვევის სრულყოფილად წარმოჩენა. და აღნიშნავს იმას, რომ ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება გვეჩვენოს, რომ ისტერიის შემთხვევაში, რადგანაც გვაქვს კონვერსიები, ანუ ფსიქოსომატური, რადგანაც გვაქვს ფსიქოსომატური, ასე ვთქვათ, სიმპტომატიკა, ობსესიურ ნევროზში გვაქვს, ასე ვთქვათ, ანუ ობსესიურ ნევროზში გვაქვს შიდა ფსიქიკური კონფლიქტის ერთგვარი ცნობიერი ფორმულაციები და ერთი შეხედვით შეიძლება გვეჩვენოს, რომ კლინიცისტს უფრო მეტი წვლომა აქვს, ასე ვთქვათ, პაციენტის პრობლემასთან, რადგანაც პაციენტი საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით უფრო აქტიურად და აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს მარტივი არ არის ობსესიურ ნევროზის შემთხვევაში პაციენტის მხრიდან შეინიშნება უკიდურესი რეზისტენტულობა ანალიტიკოსის მიმართ და ამავე დროს ობსესიური ნევროტიკები, როგორც ფროიდი აღნიშნავს, ძალიან კარგად ახერხებენ, რომ შენ იღბონ თავიანთი სიმპტომები, ანუ ახერხებენ ამ სიმპტომთა დისიმულაციას, ასე ვთქვათ, და სოციალურ წრეშიც რჩებიან მოქმედ პირებად და შეიძლება საერთოდაც არ ემჩნევლდეთ მათ, რომ აქვთ რაიმე სახის პრობლემა. რაც შეეხება ეხლა მოკლე სახით წარმოადგენ პატარა ისტორიას, თუმცა ეს უბრალოდ კონტექსტის შექმნის მიზნით, მაგრამ მე უკვე სიმპტომატიკის განხილვის ნაწილში აუცილებლად შევეხებით, რა თქმა უნდა, ფსიქობიოგრაფიულ მომენტებს, რაც ერნესტ ლანცერს ჰქონდა, ასე ვთქვათ. ხო, პირველი ესე ვთქვათ, ამონარიდი პაციენტის ისტორიიდან, რასაც ფროიდი გვთავაზობს, არის ის, რომ პაციენტს ჰქონდა ძლიერი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს დაემართებოდათ რაღაც ცუდი. ეს ძვირფასი ადამიანები არიან მისი მამა და საყვარელი ქალბატონი, როგორც თვითონ იძახის. და ამ შიშებთან დაკავშირებით მას ჰქონდა ერთგვარი პრევენციის საშუალებები შემუშავებული, სხვაგვარად დაცვითი აქტები, რომ ეს შიში რაიმენაირად აერიდებინა თავიდან, საფრთხე უფრო ზუსტად.
და ამავე დროს ამ ისტორიის ამონარიდში ფროიდი წერს, რომ პაციენტის ასე ვთქვათ, პაციენტის პოტენცია იყო ნორმალური. ანუ მისი მასტურბაციის სიხშირე პუბერტატის ასაკში იყო მინიმუმად დაყვანილი, თუმცა მაინც ნორმალური. ეს ძალიან საინტერესოა. რატომ თulis ფროიდი მაინც რომ პაციენტს ჰქონდა ნორმალური პოტენცია მიუხედავად იმისა, რომ მას მასტურბაცია ფაქტობრივად არ ჰქონია. ხო, და აღსანიშნავია ის ამონარიდში ისტორიისა, რომ მას ყავდა ერთი მეგობარი, როდესაც თვითონ ერნესტ ლანცერი იყო 15 წლის, მას ყავდა მეგობარი 19 წლის. ანუ უფროსი მეგობარი, რომელიც მის თვითშეფასებას, ასე ვთქვათ, ძალიან დადებითად მოხტავდა ხოლმე და ამან კარგი გავლენა იქონია, ასე ვთქვათ, ერნესტ ლანცერზე თავდაპირველად და ის თავს ამის ყოლობაზე მიიჩნევდა ჭკვიანად. თუმცა შემდეგ ეს მასწავლებელი გახდა, ეს მეგობარი გახდა მისი მასწავლებელი მოგვიანებით. ალბათ კოლეჯში ეს არ არის დაზუსტებული და ამ ერნესტ ლანცერს ეპყრობოდა ისე, თითქოს იდიოტთან ქონოდა საქმე. ესე წეს ზუსტად ფროიდი. ხო, და აღმოჩნდა ის, რომ ამ მასწავლებელს სურდა, რომ ერნესტ ლანცერის დასთან დაემყარებინა კონტაქტი და სწორედ ამიტომ ამ მიზეზით მეგობრობდა ერნესტ ლანცერთან და როდესაც ეს გაიგო ერნესტ ლანცერმა, ეს იყო პირველი აფეთქება მის ფსიქიკაში, როგორც ფროიდი აღნიშნავს. მაგრამ იყო კიდევ გარკვეული აფეთქებები მანამდეც, რაზეც ეხლა ვისაუბრებთ. ხო, ის უნდა აღვნიშნო, რომ პაციენტის სიმპტომატიკის განხილვის ნაწილში მე არ დავიწყებ, ასე ვთქვათ, სეანსების ქრონოლოგიურად მიყოლას. ნუ ერთი თვითონ ნაშრომშიც არ არის ესე, რომ სეანსამდე რა ხდებოდა, ესე ზუსტად აღწეროს ფროიდმა, მაგრამ ხო, და არც მე არ მინდა, რომ ეს სტრუქტურა შევინარჩუნო, იმიტომ რომ ზედმეტად, ასე ვთქვათ, რუტინული გამოვა ეს საუბარი, ამიტომ ვეცდები, რომ უფრო თავისუფლად მივყვე თემას და ვისაუბრო, ასე ვთქვათ, რა ხდებოდა პაციენტის ცხოვრებაში ზოგადად. ხო, პირველ სეანსზე პაციენტი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მას აქვს მისი სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი პირველი კონტრიბუცია ალბათ ფროიდის თეორიაში, რაც შეიძლება პაციენტმა უთხრას, ალბათ ფროიდს გაუხარდა კიდეც ის, რომ რეალურად მას ჰქონდა სექსუალური გამოცდილებები სადღაც 5-6 წლის ასაკისთვის. და ამბობს პაციენტი, რომ 6 წლის ასაკიდან უკვე მას ყველაფერი ახსოვდა. და ფროიდი უკვე პირველ ვარაუდს აკეთებს პაციენტთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა აქ საქმე ჰქონდა იმ ფენომენს, რომელსაც ჩვენ ვიხსენიებთ როგორც ინფანტილურ ამნეზიას. და ამბობს პაციენტი, რომ მას ყავდა ამ 5-6 წლის ასაკში ძიძა, რომელიც აძლევდა თავდა მას ნებას, რომ ეს ერნესტ ლანცერი შეხებოდა მას გენიტალიებს. კაბის ქვეშ შეეხედა მაგალითად ან ფეხზე მოფერებოდა და ასე შემდეგ. მოკლედ მას ჰქონდა ერთგვარი აქტიური პოზიცია ობიექტთან დაკავშირებით. და ყავდა მას მეორე ძიძაც, რომელიც ასევე გარყვნილი აღმოჩნდა. და ისიც რთავდა ნებას, რომ შეეხედა მისთვის ერნესტ ლანცერს და შეეხო ხელი, ასე ვთქვათ, გენიტალიებზე და ერნესტ ლანცერი იძახის ამასთან დაკავშირებით, რომ ამ გამოცდილებების შემდეგ მას გაუჩნდა ძლიერი სურვილი, აკვიატება, ასე ვთქვათ, რომ შეეხედა შიშველი ქალისთვის და მოუთმენლად ელოდებოდა ხოლმე მომენტს, როცა აბაზანაში შევიდოდნენ და თავის გახდილ დებს და მომბლელებს ნახავდა ხოლმე. და ამის კვალობაზე, ასე ვთქვათ, ამ გამოცდილების კვალობაზე მას გაუჩნდა გარკვეული შიშები, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი მომხდარიყო. და როცა ეკითხება ფროიდი, რა შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო, იმას მაგალითის სახით მოყავს, რომ აი მაგალითად მამაჩემი შეიძლება მოკვდეს. და ამასთან დაკავშირებით ფროიდი იძახის, რომ ამგვარი გენერალიზაციების მიღმა ჩვენ შეიძლება ყოველთვის აღმოვაჩინოთ ერთგვარი ორიგინალური მნიშვნელობა. ანუ თუ პაციენტს შევეკითხებით, რომ რა იგულისხმება ამ ზოგადი, ასე ვთქვათ, ფრაზის მიღმა, ის მოგიყვანთ ერთ-ერთ მაგალითს და ფროიდი ამბობს, რომ სავარაუდოდ სწორედ ეს მაგალითია ის, რაც პაციენტს კონკრეტულად აშინებს. შესაბამისად, ფროიდი ასკვნის, ფროიდს შოვია ეს მაგალითად სიზმების ინტერპრეტაციაშიც, ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიაშიც, ასე ვთქვათ, ფსიქოანალიზის ტექნიკით ის გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის ადგენს რაღაც ფრაზეოლოგიას, რასაც შეიძლება პაციენტი ლაპარაკობდეს, ასე ვთქვათ, ის ქმნის წინადადებას მტკიცებით ფორმაში, თუნდაც შეიძლება ეს კლინიკაშიც გამოიყენოს თვითონ პაციენტთან, გაუსვას ხაზი ამ, ასე ვთქვათ, პაციენტის დისკურსში რაღაც მომენტს თავისი მტკიცებითი ფორმით და გარდაქმნას ეს პაციენტის ზოგადი მსჯელობა კონკრეტულ წინადადებით. და ამ შემთხვევაში ასე აკეთებს ფროიდი და ამბობს ის რაღაცას, რომ კონკრეტულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რაღაც, რომ პაციენტს აქვს შიში, რომ თუ ის შეხედავს შიშველ ქალს, მაშინ მამამისი მოკვდება. ანუ ეს არის კონკრეტული წინადადება, რომელიც გაშლილია ფაქტობრივად პაციენტის თელ ფსიქიკურ ცხოველქმედებაში.
და ამბობს ფროიდი იმასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ кейსზე ვთქვათო, რომ ეს ობსესიური ნევროზის საწყისი კი არ იყო ბავშვობაშიო, არამედ წარმოადგენდა კიდეც მეტნაკლებად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას. ან ფაქტობრივად გუშინ რაც ვისაუბრეთ, ობსესიურ ნევროზთან დაკავშირებით ეს კომპონენტები, ტენდენცია სექსუალური თუ აგრესიული და მასთან დაკავშირებული ბრალის განცდა და დაცვითი აქტები, ეს ყველა კომპონენტი 6 წლის ასაკიდანვე უკვე იყო წარმოდგენილი ერნეს ლანცეტ. და ამბობს ფროიდი, რომ პაციენტთან ბავშვობიდანვე სახეზე ჰქონდა ობსესიური ნევროზის სრული ინვენტარი. ხო, და ამბობს იმასაც, რომ ასე ვთქვათ, დასაწყისში მაინც სამართლიანი იქნებოდა აღვენიშნა, რომ დასაწყისში ერნეს ლანცეტს მაინც და მაინც დიდი წინააღმდეგობა არ ქონია თავის სურვილთან, ასე ვთქვათ, რომ შეეხედა შველი ქალისთვის და ამას ფროიდი ხსნის იმით, რომ ჯერ კიდევ არ იყო გაძლიერებული, ასე ვთქვათ, ეგოს ოპოზიცია ამ სურვილთან დაკავშირებით, ანუ ეგო ჯერ კიდევ არ აღიქონდა ამ ტენდენციას როგორც რაღაც უცხოს თავისთვის. ჩვენ ვიცით, რომ არის ადრეულ ასაკში ინფანტილურ პერიოდში გარდამტეხი მომენტი, რომელიც თქვენ წყალგამყოფი ხაზია ჩვენს პრეისტორიასა და ასე ვთქვათ, შემდგომ ცხოვრებას შორის. და ეს წყალგამყოფი ხაზი ჯერ კიდევ არ იყო გავლებული, ასე ვთქვათ, პაციენტის ცხოვრებაში განდევნის ძალით. ხო. ეს არის საწყისი ეტაპი ფაქტობრივად, რაზეც ფროიდი საუბრობს. პირველი სეანსის ამონარიდი, ასე ვთქვათ. ხო, შემდეგი მთავარი რაც არის. სული კომ ჩააგდო ეს ნაშრომი თვითონ. მადლობა. შემდეგი მთავარი რაც არის ამ სეანსების პერიოდში ერნეს ლანცერი ახსენებს ყველაზე მთავარ შიშს, ანუ ყველაზე მთავარ სიმპტომს, რაც რითაც ის მიდის ფროიდთან. ეს არის ობსესიური შიში ვირთხებით სასჯელზე. სანამ ამაზე გადავიდოდე, აღნიშნავ იმას, რომ ერნეს ლანცერს გამოვისწა დასაწყისში მე თქვა, ქონდა რამდენიმე მცდელობა განკურნების, ასე ვთქვათ, დადიოდა ექიმებთან და ერთადერთ გაუმჯობესებას მიაღწია ჰიდროთერაპიის ინსტიტუტში. სადაც პაციენტის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ იქ რეგულარულად ახერხებდა ხოლმე სექსუალური კავშირის დამყარებას. და ფროიდი ძახის, რომ ნუ ახლა ამის საშუალება მას არ ექნებოდა, ამიტომ სხვა პროცესი დავიწყეთო. და ხო, ეს არის თავი მომენტი და თავისი ობსესიის, ასე ვთქვათ, შესასრულებლად ის ცდილობდა, რომ მოენახა რომელიმე ექიმი, რომელიც მას მისცემდა სერტიფიკატს და საკუთრივ ეს სერტიფიკატი ამ ობსესიებს მისცემდა სამედიცინო გამართლებას, რათა შემდეგ როგორც ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო თეთრი ბილეთი, მაგალითად, რომ მე ყველაფერს უფლება მაქვს ამ თეთრი ბილეთის ყოლობაზე, აი ესეთ რაღაცას აპირებდა ერნეს ლანცერი და ეს ერთი მხრივ არის სკოლის სამართლებელი, მაგრამ თავისუფლი კომიკურიც არის ეს ფაქტი და ფროიდთან როცა მივიდა, მაინც და მაინც სერტიფიკატი არ ყოფილა თავარი მოთხოვნა, ეს იყო რომ გაეთავისუფლებდა რამენერად ფროიდს ეს პაციენტი ობსესიებისგან. ეს ვარიანტია, ხო, ადამიანები რო იძახიან, რომ აი დიაგნოზი რო დამისვას დავწუნოთ. კი, ეგ მომენტია დაახლოებით. ეს საკუთი იმ ოფიცისთვის უნდა მიეტანა. კი, ამას მოვყვები, ხა ზუსტად ვისთვის უნდა მიეტანა ეს სერტიფიკატი. ისორი კაპიკია ეროებას. ხო, ერთი მომენტი. სერტიფიკატი თან კიდევ ერნეს ლანცერი იცნობდა ფროიდის თეორიას თურმე ზედაპირულად, ანუ მას წაკითხული ჰქონდა ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია და იქ ჩვენ ვთქვით საუბარი ასოციაციებზე, როგორ უკავშირდება ერთი ასოციაცია მეორე ასოციაციას და ამ გზით მან საკუთარ პრობლემასთან იპოვა კავშირი. ხო, ნუ ეს შესავალი გარკვეულწილად მოვყევით, დასაწყისი სიმპტომატოლოგიაც, ასე ვთქვათ, განვიხილეთ და ახლა უკვე მთავარ სიმპტომზე გადავალთ. ობსესიური ფანტაზმი, რაც აქვს ამას ფროიდი ასახელებს როგორც დიდ ობსესიურ შიშს. ეს არის ფანტაზმი ვირთხებით სასჯელზე, რომელიც ერნეს ლანცერმა მოისმინა სამხედრო მანევრების პერიოდში, ანუ ის გარკვეულ სამხედრო წვრთნებს გადიოდა და მას ყავდა ერთი კაპიტანი, რომელსაც ახასიათებს როგორც თან მნიშვნელოვან ფიგურას, მაგრამ თან ამავე დროს საშიშ ფიგურას. და ამბობს, რომ ეს კაპიტანი ჩემთვის იყო, მაგალითად, ჩემთვის იყო თითქოს სისასტიკე ძალიან ხიბლავდაო მასო. ანუ ყოველ ჯერზე ის გულმოდგინედ იცავდა სამხედრო დასჯის მეთოდებს, როცა ამაზე საუბრობდა. და ამ შემთხვევაშიც კაპიტანმა თავისი როლი შეასრულა, ასე ვთქვათ, მივიდა, შედგა ამ ერნეს ლანცერსა და კაპიტანს შორის დიალოგი და კაპიტანმა მას მოუთხრა აღმოსავლური სასჯელის შესახებ. სადაც დასჯილს
აწვენენ მუცლით ძირს, შემდეგ უკანალზე ადებენ ვირთხებით სავსე სათავს, საიდანაც ვირთხები გზას იკაფავენ მსხვერპლის ანუსისკენ. და ამ ამბის მოყოლის პროცესში ენეს ლანცერი განიცდიდა სერიოზულ ტერორს, როგორც ამას ფროიდი აღწერს, ის ფაქტობრივად კანკალებდა ამ თემაზე საუბრისას, უწყდებოდა საუბარი, ფაქტობრივად ბოლომდე ვერც კი ამბობდა იმას თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს სასჯელი, ან ბოლომდე ვერ გამოთქვამდა ამას და ფროიდი დაეხმარა თვითონ, ან ფროიდმა ივარაუდა, რომ შეიძლებოდა ვირთხებთან ყოფილიყო საქმე იმასთან, რომ ვირთხები სწორედ მსხვერპლის უკანალს ესხმიან თავს. ხო, და ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რაც ობსესიურ ნევროზში არის ერთ-ერთი ძლიერ წამყვანი მომენტი, ასე ვთქვათ, რომ როდესაც ამ ფანტაზიას ყვება, ერნესტ ლანცერი ამბობს, რომ აი რასაც არ უნდა ფიქრობდეთ და იშველებს ისეთ ფრაზეოლოგიას, როგორც არის მაგრამ, ანუ ის ცდილობს, რომ ის ფაქტი, რასაც ყვება, არ მიიჩნიოს, ასე ვთქვათ, საკუთარი სუბიექტის კუთვნილებად. ანუ ის ფაქტობრივად ახდენს ამ ფანტაზმის ობიექტივაციას. იშორებს მას, როგორც თქოს ის არ იყოს საკუთარი ნაწილი. ანუ უარყოფს მას, ასე ვთქვათ, ცდილობს მასთან წინააღმდეგობის გაწევას და იზოლაციის აფექტის, ასე ვთქვათ, გამოხმობას ამ ასე ვთქვათ, ელემენტისგან. იზოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ ამ ნაშრომში ახლა იზოლაციაზე ესე გადაჭრით კონკრეტულად არ საუბრობს, უბრალოდ არის მაგალითები, რომელსაც შეიძლება დავარქვათ იზოლაციაზე. ხო, და არის გადამტეხი მომენტი, როცა კაპიტანი ამ ასე ვთქვათ, ამბავს უყვება. ერნესტ ლანცერის ციგაში ფორმირდება სწორედ ეს ფანტაზმი ვირთხებით სასჯელის შესახებ, რომელშიც ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლში არის გამოყვანილი ერნესტ ლანცერისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები, მამა და მისი ძვირფასი ქალბატონი. და ამას აღწერს ამ ფანტაზმს თითქოს თვითონ არ მონაწილეობს. ანუ თვითონ არც ახორციელებს ამ სასჯელს, არც თვითონ არის მსხვერპლი, არამედ თითქოს არის დამკვირვებლის პოზიციაში და ეს სიზმრებში ხშირი შემთხვევაა ხოლმე, როცა თითქოს გარედან უყურებთ მოვლენას და ეს თავისით ხდება. როგორც ნაცენ ბავშვი ერთ-ერთი ვერსიაში ასე ვთქვათ. ხო. და ამ მომენტის შემდეგ, როცა კაპიტანი ეტყვის მას სასჯელის შესახებ, ერნესტ ლანცერს ჰქონდა დაკარგული პემსე, ეს სათვალე რაც არის, ერთგვარი გამოძიებელი სათვალე, ეს ჰქონდა დაკარგული მას მანევრების პერიოდში და მას გაგზავნილი ჰქონდა შეკვეთა, რომელიც ჩამოვიდოდა ახლომდებარე ქალაქის ფოსტაში. და კაპიტანმა აცნობა ამის შესახებ, რომ ფოსტაში უკვე ჩამოსულია შენი შეკვეთა, იმავე კაპიტანმა აცნობა ეს და შენს ნაცვლად ფული გადაიხადა ლეიტენანტმა ა. ანუ ეს სახელს არ ასახელებს ცხადია ახლა ფროიდი, უბრალოდ იხსენებს როგორც ლეიტენანტ ას. და ახლა შენ უნდა გადაუხადო ფული ლეიტენანტ ას. ეუბნება კაპიტანი ერნესტ ლანცერის. და ერნესტ ლანცერის თავში ტრიალებს ასეთი ფრაზა, რომ ახლა მე ან გადაუხდი ფულს ლეიტენანტ ას, ან არა და ეს ფანტაზმი მოვა სისულეში და ჩემთვის საყვარელ ადამიანებს იმსხვერპლებს. ან ფაქტობრივად ის ორი კომპონენტი, ასეც დასწრებში ვისაუბრეთ ობსესიური ნევროზის ინვენტართან დაკავშირებით, ხო? ეს ორი კომპონენტი, რომ არის რაღაც ტენდენცია ჩემში და ამასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა, რომელიც ერთგვარი დაცვაა, ასე ვთქვათ, არის უკვე წარმოდგენილი ერნესტ ლანცერთან ამ მომენტიდან. ანუ ამ მომენტიდან იწყება ფაქტობრივად მისი მთელი, ასე ვთქვათ, ნევროზული აბსურდი. და ის როგორ? ცირკი შეიძლება ასე ითქვას. ხო და ამ მომენტიდან უკვე ცდილობს ის, რომ მივიდეს ლეიტენანტ ასთან, გადაუხადოს ეს ფული, რათა ასე ვთქვათ, ფსიქიკური საფრთხის პრევენცია მოახდინოს. ანუ აიგდოს ეს საფრთხე თავიდან. და როცა მიდის ლეიტენანტ ასთან, ის ეუბნება, რომ მაგ-ფოსტის ამბავი ჩემი საქმე არ ყოფილა და ეს ამ საქმეს განკარგავს ლეიტენანტი ბ. მაგრამ აქ ერნესტ ლანცერი ერთგვარ ფსიქიკურ ჩიხში აღმოჩნდება. ანუ ობსესიურ ნევროზში საინტერესო სწორედ ეს არის, რომ მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ ელემენტს. ანუ კონკრეტულ ელემენტზე არის ფიქსაცია. მას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რატომ არ შეუძლია ერნესტ ლანცერს მაგალითად მიიღოს ეს ფაქტი, რომ ახლა ფული ლეიტენანტ ასთვის კი არ აქვს გადასახდელი, არამედ ბესთვის და წავიდეს და ბეს გადაუხადოს და ფანტაზმის მოიშოროს. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის ობსესიურ ნევროზში, ფაქტობრივად ეს ცნობილი ლოგიკით მსჯელობას უსწრებს სიმპტომებზე. და ის უკვე ჩართულია ამ ობსესიურ მექანიზმში და მისთვის აუცილებელია ლეიტენანტ ას არსებობა იმისთვის, რომ გამოისყიდოს თავის დანაშაული, რომელიც შესახებაც არაფერი არ იცის. ანუ თითქოს ის ცდილობს გაურკვეველი ცოდის გამოსყიდვას კონკრეტული რიტუალიზებული კომპონენტების, ასე ვთქვათ, გამოყენებით. და ლეიტენანტ ას რახან არ ეკუთვნის ეს თანხა, ის
ფაქტობრივად ვარდება ჩიხში, მაშინ როგორ უნდა გამოისყიდოს ეს დანაშაული, როგორ უნდა აირიდოს ფსიქიკური ფანტაზმი თავიდან. და ის ამასთან დაკავშირებით აგებს მთელ ჩახლართულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება ლეიტენანტი ა გახადოს თავისი გადასახდელი თანხის ადრესატი. და გეგმავს ესეთ რაღაცას, რომ ჯერ გეგმავს იმას, რომ წავიდეს უთხრას ლეიტენანტ ას, რომ წავიდეს მასთან ერთად პოსტის ოფისში და შემდეგ იქ ესეთი რაღაც გააკეთებინოს ლეიტენანტ ას, რომ ლეიტენანტმა ამ გადაუხადოს ფული ვიღაც ქალბატონს, რომელიც შესახება ჯერ არაფერი არ ვიცით, ამ ქალბატონმა უნდა გადაუხადოს ფული ლეიტენანტ ბ-ს და შემდეგ თვითონ ეს ერნესტ ლანცერი გადაუხდის ლეიტენანტ ას. ამ გამოდის, რომ ლეიტენანტია უკვე ვალში, ასე ლეიტენანტ ასთან იქნება ვალში მართლაც. ანუ რეალურად შექმნის ვალის პირობას ლეიტენანტ ასთან. მაგრამ ეს არ გამოსდის. ანუ ლეიტენანტი ასთან ერთად მიდის ის პოსტის ოფისში და აკეთებინებს გეგმავს ესეთ რაღაცას, რომ გააკეთებინოს გადაახდებინოს ფული ლეიტენანტ ას ხალისთვის, რომელიც პოსტის ოფისში მუშაობს და შემდეგ ეს ხალი გადაუხდის ლეიტენანტ ბ-ს. კი. ხო, თითქოს ხო. ამით ლეიტენანტ ასთვის და გადაუხდის მას. ეს კი დაგეგმა, მაგრამ ესე იგი ლეიტენანტ ას ასე ვთქვათ გეგმავს, რომ მას უთხრას სანამ წავიდოდეს ის თავის ქალაქში მანევრების დასრულებამდე ერნესტ ლანცერს გაყვეს მოკლედ პოსტაში და შეასრულოს ეს გეგმა, მაგრამ მისთვის გაურკვეველი მიზეზით ლეიტენანტია გაასწრებს თავის ქალაქში და შემდეგ ცდილობს, რომ ახლა უკვე სადაც წავეს ლეიტენანტია, იქ ჩააკითხოს მას, თუმცა ის აღმოჩნდება სრულ წინააღმდეგობებში, ასე ვთქვათ, თვითონ იჩალიჩებს ქმნის შემაფერხებელ ფაქტორებს, რომელიც ამ გეგმის რეალიზაციას ხელს შეუშლის მოკლედ რა, ანუ მიდის მატარებლით, იქ გეგმავს, რომ ცოტა ხნით გაჩერდება ვენის ახლო მდებარე ქალაქში, დაათვალიერებს გარემოს, შემდეგ შეუკვეთავს სადილს. და ახლა ამ სადილს ხომ არ გადაავადებდა და ამიტომ ამ სადილზეც რჩება ბოლო-ბოლო. საბოლოოდ ამ სადილის დრო როცა გავა, მე გადაწყვეტს, რომ ახლა საბოლოოდ მაინც ჩავიდეს ლეიტენანტ ასთან და როცა მიდის, იმდენს იმოგზაურებს, რომ ჩავა ისეთ ქალაქში, სადაც სრულ მისი ნაცნავები არის. და ამიტომ იქ ვეღარ ჩამოვა. და მოკლედ ეს ღონე მიხდილი ადამიანი საბოლოოდ დააღამდება მას და მიდის მეგობართან ოღონდ იმ მეგობართან არა, რომელიც დასწრიში ვახსენეთ, რომელმაც მისი დის ცდუნების მიზნით დაიმეგობრა ეს. არის ეს უკვე სხვა მეგობარი მოზრდილობის ასაკში. ამ მეგობართან მიდის ნუგეშის მისაღებად, რომელიც როგორც წესი მის ბრალის განცდას ყოველთვის ესე გვერდზე იშორებდა ხოლმე რა. და ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ეს გაზვიადება და შენ დამნაშავე არ ხარ არაფერში და ყველაფერი რიგზე იქნება და იმ ღამესაც ესე დააწმანა მეგობარმა და პრინციპში აფროიდი ამბობს, რომ სიმართლეს არ ეუბნებოდა და ამას მეუბნებით სწორად. ანუ მეგობარი რაღაცას არასწორად აკეთებდა ამ შემთხვევაში. თუმცა ის რეალურად დაეხმარება, მეორე დღეს სწავლენ პოსტის ხარჯს გადაიხდიან და ასე შემდეგ. როგორ? ხო, მეგობარმა შეასრულა ასე ვთქვათ პოზიტიური ფსიქოლოგიის რაღაც და მოკლედ რეალურად გადაიხდიან ამ ხარჯს, მაგრამ ის ფსიქიკური პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება, ან ფანტაზმი ისე ფანტაზმად რჩება და ლეიტენანტ ასთან ფული ვერ მივიდა, ვერ მივიდა ესე იგი და მოკლედ მას უწევს, რომ რაიმენაირად გამოისყოს ეს გეგმა და საბოლოოდ იხლართება და ამის შემდეგ სურდა რომ სერტიფიკატი მიეღო და გეგმავდა რომელიმე ექიმის პოვნას, რომელიც ამას გააკეთებდა. და ამიტომ მივიდა ფროიდთან, ხო? ფროიდთან ერთ-ერთი მისვლის მიზეზიც ეს იყო ალბათ. ესე კონკრეტულად არ უწერია, რომ სერტიფიკატის გამო მივიდა ფროიდთან, მაგრამ რაც თქვი წეგან ძირითადი მოთხოვნა ის იყო, რომ ჩემი ობსესიებისგან გამოთავისუფლო. ანუ ფაქტობრივად ტრანსფერის პირველი ნაბიჯი გადადგა თვითონ პაციენტს. ხო. ახლა ერთი მომენტი ნახო უცილებლად. ხო, ის დამოვიწყა მე თქვა. როცა კანკალებდა ერნესტ ლანცერი ამ ფანტაზმის მოყოლის პროცესში და უწყდებოდა ეს საუბარი, ფროიდი ეუბნება, რომ რაც არ უნდა იყოს, მე კაპიტნის მსგავსად არ ვარ სისასტიკის მოყვარული, ამიტომ მოგცემ საშუალებას, რომ აიღო ეს დრო, take your time და ისაუბრე მე შენებურად და რამდენჯერმე ამის შემდეგ, ამ ინტერვენციის შემდეგ პაციენტმა მას ფროიდს მოიხსენებდა კაპიტნად. და ეს უკვე ნიშანია იმის, რომ გარკვეულწილად ემოციურ ბმაში არის ანალიტიკოსთან. ხო.
და საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც შემდეგ მიუბრუნდებით და რომელიც ფიქრობ, რომ ამ დღეების განმავლობაში ფიქრობდი, როცა ამ ტექსტს ვამუშავებდი, რომ ეს თემა, რაც მე მიუბრუნდებით, არის მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის, რომ ვისაუბროთ მაგალითად ობსესიური ნევროზისა და ფსიქოზის დიფერენციალურ დიაგნოზზე. ამ საქმე ეხება ერთგვარ დელირიას, როგორც ფროიდი იძახის, ანუ მამის სიკვდილთან დაკავშირებული აზრები, რაც ერნესტ ლანცერს ჰქონდა, ასე ვთქვათ, იყო მაშინაც, როცა მამა უკვე რეალურად რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო. ანუ მისი ობსესიები, როგორც ფროიდი იძახის ამ ნაშრომში, გავრცელებული იყო შემდგომ სამყაროზე. და შემდეგ ვნახავთ თუ რატომ ხდებოდა ეს რეალურად. იმედია დრო მაქვს ამისთვის. ხო, ჩვენ ვახსენეთ, რომ ფანტასთან დაკავშირებით ერნესტ ლანცერი გარკვეულწილად უარყოფილ ფრაზეოლოგიას იშველებდა. და შემდეგ სეანსზე, როცა ფროიდი ეუბნება, რომ ახლა სურვილის საბაბით შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ თემაზე საუბარი, ერნესტ ლანცერი საუბარს იწყებს მამაზე, რომელიც გარდაეცვალა ემფისემად, ეს არის ფილტვების დაავადება, რაღაც ხანგრძლივი, რომელიც მაშინ ყოველ შემთხვევაში მაშინ იყო განუკურნებელი, ახლა არ ვიცი. და სადღაც 21 წლის ასაკში დაიღუპა ეს მამა. ამჟამად ის არის სადღაც 30 წლის, ისე ზუსტად არ წერია, მაგრამ დაახლოებით ასე არის. და ეს მამის გარდაცვალება იყო ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი, ოშტოში როგორც ფროიდი იძახის, ერნესტ ლანცერის ობსესიური ნევროზის ინტენსივობისთვის ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მამის გარდაცვალება. და მამის გარდაცვალება მოხდა შემდეგნაირად, რომ ეს მამა უკვე კრიზისულ პერიოდში იყო, ერნესტ ლანცერი ექიმს ეკითხებოდა თუ რამდენ ხანს გასტანდა ცოცხლად მამამისი საავადმყოფოში და ექიმი მოუთხა, რომ კიდევ სადღაც 2 დღის განმავლობაში შეიძლებოდა გაეკაჩა მამამისი და იმ საღამოთი ერნესტ ლანცერმა დასასვენებლად 1 საათით დაიძინა, თუმცა ეს ძილი გაუგრძელდა. გაუგრძელდა ღამის პირველ საათამდე და გაუგრძელებისთანავე შეიტყო, რომ რეალურად მამა უკვე გარდაცვლილი იყო, თან ისიც შეიტყო, რომ მამამისმა ექიმის შემოსვლისას რამდენჯერმე იკითხა ეს პოლი ხომ არ არის, ანუ პოლად იხსენიებს პოლს ეძახის ამ ნაშრომში ერნესტ ლანცერი, ფროიდი ერნესტ ლანცერს ამ კონფიდენციალობის დაცვის მიზნით. და მამამისმა იკითხა ეს თავის შვილზე, მის შვილი ხომ არ იყო და ერნესტ ლანცერმა განიცადა სერიოზული ბრალის განცდა, რომ მამას სიკვდილის სარეცელზე გვერდით არ ედგა. ეს როგორც მახსოვს, ანალიზზე რომელია მამა გარდაცვლილი იყო სადღაც 9 წლის განმავლობაში. ნახევარ საათი გავიდა, ანუ უელოს. მაშინ ცოტა ისე უნდა ვქნა, რომ ძალიან მოკლედ მოუყვე ძირითად მექანიზმზე რა ხდება ამ кейსში. ხო, და ალბათ უკვე 1 საათის ვარგებში უკვე ჩავედი. ხო, გარდაცვალების შემდეგ არის ეს საინტერესო ფაქტი. როცა მამა გარდაიცვლება, მას აქვს თვითსაყვედური, როგორც ვახსენეთ, მაგრამ ეს თვითსაყვედურები, ეს თვითბრალდებები მას იმდენად არ ტანჯავდა. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანუ გლოვის სამუშაო, შეიძლება ასე ვთქვათ, არ იყო დაწყებული, ასე ვთქვათ, რა, ანუ როგორც ლაკანინურ ენაზე რო ვთქვათ, ნაკლის სახელდება არ მოხდა მისი სუბიექტივაცია, ასე ვთქვათ და მამამისი არც მკვდართა სიას მიეკუთვნებოდა და არც ცოცხალთა სიას, ასე ვთქვათ, ის დარჩა როგორც ერთგვარი ფანტომული ხატი, რომელიც ყოველ ჯერზე შეიძლებოდა რომ ერნესტ ლანცერის თვალწინ გამჭდარიყო, ასე ვთქვათ და ეს ჰქონდა წლინახევრის განმავლობაში, ახლა ვიტყვი ამას ზუსტად. წლინახევრის განმავლობაში ერნესტ ლანცერი ფიქრობდა, რომ აი მაგალითად გაახსენდებოდა რაიმე კარგი ხუმრობა და ის ფიქრობდა, რომ წავიდოდა და ახლა მამას მოუყვებოდა. ან შედიოდა ოთახში და ფიქრობდა, რომ ახლა მამას დაინახავდა მაგალითად იმ ოთახში, ან კარზე ეკაკუნებდა და ფიქრობდა, რომ ეს მამა. ხო, კი, ამ შენარჩუნებულია. კი, შენარჩუნებულია შიში, რომ გარდაცვლილი მამაზე კიდევ არის შიში, რომ ის შეიძლება გარდაიცვალოს. მარია გარდაცვალა 21 წლის რო იყო და 30-ის უკვე მიდის ფროიდთან. მთელი ეს წლები ამ განსაკუთრებით იტანჯება ის ობსესიებით ფროიდთან მისვლამდე 4 წლის განმავლობაში. და თავისი მკვდარი მამა შეიძლება მოკიდეს. ხო, აი ეს მომენტი არის, რომ მას გონია, რომ თავისი მკვდარი მამა შეიძლება მოკიდეს. ანუ შიში. უარყოფას ასე ვთქვათ, ხო. რომელიც არ არის ბოლომდე უარყოფა. და ამ მამასთან დაკავშირებით ეს თვითსაყვედურები გაუგრძელა წლინახევრის განმავლობაში.
უბრალოდ თვით საყვედურების ტკივნეულობა არ შეიმჩნეოდა წლინახევრის განმავლობაში და ეს ფანტომური ხატი ყოველთვის ევლინებოდა თვალწინ. თუმცა წლინახევრის შემდეგ ჰქონდა ესეთი სცენა, რომ დაიღუპა დეიდამისი და ბიძის სამძიმარზე მის სულს დახვდა ეს ბიძა, ან დეიდამისის ქმარი, გარდაცვლილი ქალის ქმარი, რომელმაც წამოიძახა ასეთი რამე, რომ სხვა მამაკაცებიო ასეთ ვითარებაში ყველა შესაძლო სიამოვნებას მონახავდნენ. მაგრამ მე მხოლოდ ამ ქალისთვის ცხოვრობდი. იძახის ეს ბიძა. და ენესლანცელი ფიქრობს, რომ ეს იყო ერთგვარი ალუზია ბიძამისის მხრიდან, ანუ ერთგვარი ქარაგმული მინიშნება, ასე ვთქვათ, ენესლანცელის მამაზე. და ეს იყო ბიძის მხრიდან, ასე ვთქვათ, გარკვეული ეჭვების გამოხატულება მამის საქორწინო ერთგულებასთან დაკავშირებით. და შემდგომში გავიგებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ საქორწინო ერთგულებასთან დაკავშირებულ ეჭვებსაც და საერთოდ ენესლანცელის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ეჭვებს. და ამ პერიოდიდან უკვე განახლდა ეს თვითბალდებები და კიდევ მიმართა ენესლანცელმა მეგობას. ძალიან სწრაფად ხომ არ ყვები? ხო. მიმართა თავის მეგობას. რომელიც ისევ და ისევ ეუბნება, რომ ეს ბრალის განცდა რასისულელია რანაირად ხარ შენ დამნაშავე მამის სიკვდილში და ეუბნება, რომ ეს არის გაზვიადება. და სწორედ ამ მომენტს იჭერს ფროიდი ანალიზის პროცესში და იწყებს სიღრმისეულ ანალიზს. რეალურად აქედან იწყება სიღრმისეული ანალიზი პაციენტის ცხოვრების. და ამ ანალიზს მე მგონი მოვასწრებ ნახევარ საათში. აი რა მომენტიდან და როცა ეს თვითბალდებები განუახდება წინახევრის შემდეგ. როცა ეს ბიძამისი ახსენებს ამ თითქოს და ეჭვები გამოთქვა ბიძა ჩემო, მამა ჩემზეო. აი ამ მომენტიდან ეს თვითბალდებები კიდევ ახლდება და იწყებს მის სერიოზულ ტანჯვას. და მიდის მეგობართან შემდეგ და ეს მეგობარი იგივე რაღაცას ეუბნება. არა უშავს შენებალი არ არის. აქ დაამჟამად კი ეს მომენტი არის. და რაღაც რომ მეტყვა დამოვიწყა. აქედან იწყებს ანალიზს. და სანამ ანალიზზე გადავალ ერთ რამეს ვიტყვი, რომ როცა ამ სიკვდილის ფაქტს აღნიშნავდა შიშს უпроსორად მამასთან დაკავშირებით, ენესლანცელი იძახდა ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ ეს როგორ შეიძლება იყოს ჩემი სურვილი ან როგორ შეიძლება ამასთან ემოციურად იყო დაკავშირებული, ეს არის უბრალოდ შემთხვევითობა, რაღაც ალბათობა, შესაძლებლობის სახით არსებობს ჩემს გონებაში, როგორც ერთგვარი აზრთა მდინარე. აი, რაც იზოლაცია ვახსენეთ, რეალურად იზოლაცია, რომლის ცნებასაც უკვე მოგვიანებით ავითარებს ფროიდი 1926 წელს ინიბიცია სიმპტომის ფოტოში, თუმცა აქაც აქტიურად შეინიშნება ეს მექანიზმი. ანუ ესე ამბობდა, რომ ეს უწყინარი აზრი არის, უბრალოდ მამაჩემი რატომ შეიძლება დაიღუპოს. ასე ვთქვათ და საქმე ის არის, რომ ამასთან საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ასეთი რაღაც, რომ თუ ეს არის უბრალოდ უწყინარი აზრი და უბრალოდ არის შიში, მაშინ რატომ გძნობს ენესლანცელი თავს დამნაშავედ, რომ მამამისი გარდაიცვალა? რატომ გძნობს თავის თანამონაწილეობას ამ ფაქტში, ასე ვთქვათ. და ამ თემასთან დაკავშირებული ეს თვითბალდება, რომელზეც მეგობარმა უთხრა არის გაზვიადება, ფროიდი ეუბნება, რომ არა, მოიცადეთ, შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა თქვას, რომ ეს არის გაზვიადება და მოისურვოს ეს თვითბალდება გვერდით, მაგრამ კლინიცისტი ყოველთვის ამბობს, ეს ფროიდის ფრაზებს ვიმეორებ, რასაც პაციენტს ეუბნება პროცესში. რომ კლინიცისტი ყოველთვის ამბობს, რომ აფექტი გაზვიადება არ არის, განსაკუთრებით დანაშაულის განცდა. და აქ საქმე ეხება იმას, რომ ეს აფექტი რეალურად დაკავშირებული არასწორ ობიექტთან, ასე ვთქვათ, ელემენტთან. და ის აცდენილია თავისი გამოყენების გზას. 1896 წელს ამ ნაშრომამდე ბევრად უფრო ადრე ფროიდი ობსესიურ იდეებს განმარტავდა როგორც ტრანსფორმაციულ თვითსაყვედურებს. და ამაში სწორედ ის, რომელიც წარმოიქმნება ბავშვობაში სექსუალური სიამოვნების განდევნის კვალობაზე. ანუ აქედან შეგვიძლია ამ ლოგიკას თუ გავყვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ბრალის განცდა, რომელიც აქვს ენესლანცელს, დაკავშირებულია რაღაც სექსუალურ გამოცდილებასთან ბავშვობაში, ხოლო გარკვეული განდევნითი აქტების შემდეგ ეს ბრალის განცდა დაკავშირებულია უკვე არასწორ მიზეზთან. ანუ აქ ჩანს რეალურად ობსესიური ნევროზის ფსიქოანალიტიკურად განხილული მექანიზმი. რითი განსხვავდება ის ისტერიისგან, რომ ბრალის განცდა გამოიხატება არა სხეულის მუტიზმით და პარალიზებით, არამედ გამოიხატება იდეის ჩანაცვლებით ან გადანაცვლებით ისეთ იდეაზე, რომელიც ერთი შეხედვით საერთოდ არ არის ჩემს ფსიქოპათოლოგიასთან კავშირში. და როცა ამას ეუბნება ფროიდი, პაციენტი ეუბნება, რომ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციას ჰქონდეს ჩემთვის თერაპიული ეფექტი. ანუ როგორ შეიძლება, რომ თუ ბრალის განცდას ჩავთვლი მე გადანაცვლებულად სხვა მოვლენაზე, ამას ჩემთვის რა გავლენა ექნება. და ფროიდი ეუბნება ესეთ კარგ რაღაცას ანალიტიკური თვალსაზრისით,
რომ ეფექტი თერაპიული აქვს არა ინფორმაციას, არამედ გაურკვეველი მიზეზის აღმოჩენას, რომელზეც ეს აფექტი იყო დაკავშირებული. და პაციენტი ეუბნება, რომ სწორედ ამაზე მოხდა საუბარი, ანუ როგორ შეიძლება რომ ეს აფექტი, ანუ ეს კრიმინალი მე ჩამედინა ოდესღაც, ანუ მე მქონდა მაგალითად მამასთან დაკავშირებული რაღაც ავიზრახები, რომელიც ახლა მისი გარდაცვალების კოლობაზე ასე ვთქვათ, აგენერირებს ჩემს ბრალის განწყობას. და აქედან იწყება რეალური ანალიზი, ანუ პაციენტი ინტერესდება, ასე ვთქვათ, ფსიქოანალიტიკური გარკვეული ცნებებით, ფროიდი უხსნის მას ცნობიერსა და არაცნობიერ შორის კავშირს, იმისთვის, რომ ეს ბრალის განწყობა უფრო გასაგები გახადოს და აქაც ნათელი ხდება, რომ ანალიტიკოსი ანალიტიკურ პროცესში ესე თეორიის ენით არ საუბრობს, ის არ ეუბნება, რომ შენ ახლა პატარა უიდიპოსი ხარ და შემდეგ ანუ ის ეუბნება, უბრალოდ ძალიან მარტივი გასაგები ენით, რომ ცნობიერი არის რაღაც რაც მუდმივად ცვალებადობასთან არის დაკავშირებული, არაცნობიერი კი უკავშირდება უცვლელობას. ანუ არის რაღაც შენში, ეუბნება პაციენტს ამ გაგებით, რომელიც ასე ვთქვათ, ოდესღაც მოხდა და ის შენარჩუნდა ფსიქიკაში შეუცვლად და პერსისტირებს ესე ჯიუტად ასე ვთქვათ. და პაციენტი ხვდება, რომ აქ საქმე ეხება ერთგვარ პერსონალურ დეზინტეგრაციას, ანუ ის ამბობს, რომ თითქოს ჩემში იყოს რაღაც ნაწილები, ერთგვარი ავი და კარგი ნაწილები. და ამბობს ესეთ პაციენტი ესეთ მნიშვნელოვან რამეს, რომ მე თავს განვიხილავდი ყოველთვის მორალურ პიროვნებად, მაგრამ ბავშვობაში მქონდა რაღაცები დაშავებული. და ფროიდი ეუბნება, რომ ახლა თქვენ მიაკვრიეთ არაცნობიერის ერთ-ერთ მთავარ თვისებას, რასაც ჩვენ უწოდებთ ინფანტილურს. ანუ განვითარების გარკვეულ პერიოდში, ეს ყველამ ვიცით, უკვე მრავალჯერ გაჟღერდა, რომ განვითარების გარკვეულ პერიოდში არის რაღაც მომენტები, გამოცდილებები, რომელიც უკავოდ არ ქრება. ამაზე აქვს საუბარი ფროიდს. ხო. ეს მნიშვნელოვანი. და მამასთან დაკავშირებით შემდეგ უკვე იწყებს ის გარკვეული მოგონებების გახსენებას, რომ როდის შეიძლება ქონოდა მას მამასთან დაკავშირებული ავიზრახები. ასეთი ფიქრი, რომ მამაჩემი შეიძლება მოკვდეს. და ფროიდი, ერნესტ ლანცერი იხსენებს ასეთ რაღაცას თავისი გამოცდილებიდან, რომ როდესაც იყო 12 წლის, მას უყვარდა ერთი მეგობრის და, რომლის მიმართაც არ ქონდა მაინც და მაინც სენსუალური ინტერესები. ანუ შეგრძნებით ხასიათის ინტერესები, ანუ არ სურდა მას, რომ სხვა ქალებივით, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა, ენახა ეს გოგონაც შიშველი მაგალითად. ანუ ფაქტობრივად საქმე ეხება იმას, რომ ობიექტისგან გამოცლილია მთლიანად ეს სექსუალური კომპონენტები. და მისი იდეალიზაციას ახდენ და მოკლედ ის იყო მისი ცხოვრების სიყვარული და ასე შემდეგ, როგორც ეს მოზარდობაში ხდება ხოლმე ხშირად და სწორედ ამ დროს ამ გოგონას 12 წლის გოგონას ეს ერნესტ ლანცერი დიდად არ უყვარდა. ანუ დიდი ინტერესი არ ეჩენდა მაინც და მაინც მის მიმართ და ამ დროს იფიქრა ერნესტ ლანცერმა რატომღაც, რომ რა იქნებოდა, რომ მამაჩემი გარდაცვლილიყო, ამ შემთხვევაში მე ამ გოგონას შევეცოდებოდი და მითანა გრძნობდა ის და გამოხატავდა რაღაც ინტერესს. და ასეთი აზრი კიდევ მოუვიდა მას მამის სიკვდილამდე 6 თვით ადრე, როდესაც გაიფიქრა ესეთი რაღაც. უკვე მას ყავს ის რჩეული ქალბატონი, რომელიც მის ფანტაზიებში ვახსენეთ, რომელიც მის ფანტაზიებში ფიგურირებს. ამ ქალბატონთან დაკავშირებით მოსდის ახლა ესეთი აზრი, რომ მამაჩემი თუ მოკვდება, მე დამრჩება საკმარისი თანხამის მემკვიდრეობით დამიტოვებს ფულს და შემდეგ შევძლებ ამ ქალბატონზე ქორწინებას და ამ აზრს უპირისპირებს შემდეგ კონტრადიქციაში შედის ასე ვთქვათ ამასთან, ამბობს რომ არა, მამაჩემი თუ მოკვდება, საერთოდ არ მინდა რომ რამე დამიტოვოს. მამა მაინც კვდება, მაგრამ მას აღარ უნდა რამე დაუტოვოს ასე ვთქვათ და უკვე გარდაცვალების წინადრეს აქვს ესეთი აზრი. ეს ყველა საინტერესოა ჩემი აზრით. აქვს ესეთი აზრი, რომ ახლა ალბათ მე დავკარგავ იმას, ვინც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, ამბობს ერნესტ ლანცერი თავისთვის. და შემდეგ უჩნდება ესეთი აზრი, თითქოს რაღაც ბოროტი ძალაში დავაგონებს ამ აზრს, რომ არა, ახლა შენ დაკარგავ, ალბათ არის კიდევ ვიღაც, ვისი დაკარგვაც უფრო მტკივნეული იქნებოდა შენთვის. და ბუნებრივია, რომ ეს ვისი დაკარგვაც უფრო მტკივნეული იქნებოდა ერნესტ ლანცერისთვის, არის ის მისთვის საყვარელი ქალბატონი, რომელიც ფანტაზიებში ფიგურირებს და რომელიც ერნესტ ლანცერის ფსიქიკურ სასწორზე, ასე ვთქვათ, უპირისპირდება მამის ობიექტს. ანუ ფაქტობრივად ერნესტ ლანცერს უწევს ჭიდილი, ასე ვთქვათ, აირჩიოს ან ერთი ან მეორე ობიექტი. და შეუძლებელია, რომ აქ არ დავინახოთ ოიდიპოსის კომპლექსი. მით უმეტეს, რომ მაგრამ საინტერესო ერთი ფაქტია, მე რაც მაფიქრებს ახლა, რომ ანუ 12 წლის ასაკში, როცა ამბობს, რომ მე სენსუალური ინტერესები არ მქონდა იმ მეგობრის დის მიმართ. როგორ? უმციკულო დედა იყო. ხო, თითქოს ასეთ რაღაცას აკეთებდა, მაგრამ ანუ
ბოლოს ფროიდი ამ სტრუქტურის იდენტიფიკაციას აღება და ინტერპრეტაციას აკეთებს, ანუ რა პოზიციაშია სუბიექტი ობიექტთან და ასე შემდეგ, როცა ამ ოიდიპოსის ინტერპრეტაციას აკეთებს, ის ამბობს, რომ მამა, როგორც წესი, მამის სიკვდილთან დაკავშირებული აზრები ერნესტ ლანცერისთვის ჩრდებოდნენ როგორც წესი იმ პერიოდში, როცა ეს სენსუალური ინტერესები იმძლავრებდნენ ხოლმე ობიექტის მიმართ. და რეალურად მამასთან დაკავშირებული აზრები 12 წლის ასაკში გაუჩნდა ობიექტის მიმართ, რომლის მიმართაც არ ქონდა სენსუალური ინტერესები. და ეს არის საინტერესო როგორ არის დაკავშირებული ეს გაურკვეველია. ხო, განდევნილია და ამას ახსნა. ანუ რეალურად ერნესტ ლანცერს პუბერტატამდე უფრო აქტიური სექსუალობა ჰქონდა, როგორც თვითონ ეძახის, ვიდრე პუბერტატის შემდეგ. ეს პერვერსიული სექსუალობაა. პოლიმორფულად პერვერსიული შეიძლება ითქვას. პოლიმორფულად პერვერსიული სექსუალობა. და კიდევ ერთი მომენტი, რაც არის აღსანიშნავი ამ თემასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მამას ერნესტ ლანცერი ამ შიშების მიუხედავად განიხილავდა როგორც ძალიან კეთილ ადამიანს, რომელიც იყო მისი საუკეთესო მეგობარი და იმასაც კი ახსენებს, რომ რას ამბობთო მე ყველანაირ ბედნიერებას, სამომავლო ბედნიერებას დავთმობდი მისთვის, ოღონდ ის იყოს კარგად. ხო, მას შემდეგ როცა ის გარდაცვლილი. ეს საოცრებელი ფაქტია. და ფროიდი ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ ეს ინტენსიური სიყვარული მამის მიმართ, როგორც წესი, გამოხატავს ხოლმე ერთგვარ კომპენსაციას იმ სიძულვილისა, რომელიც შეიძლება მას ობიექტის მიმართ ჰქონდეს. და ამასთან დაკავშირებით მე გამახსენდა სიზმრების ინტერპრეტაცია, სადაც ფროიდი აღწერს ესეთ სიზმარს ბიძასთან დაკავშირებით. ანუ მას ყავს ესიზმრება ასეთი ფიგურა, რომელიც თან მისი მეგობარიც არის, თან მისი ბიძაც და რომელსაც ინტერპრეტაციის მერე თვლის, რომ თურმე ამ ფიგურას, რომელიც სიზმარში დაესიზმრა, თვლიდა როგორც დამნაშავის და როგორც სულეთს. იმიტომ რომ თავისი, ასე ვთქვათ, რაღაც გაემართლებინა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორ? თვარო უჭაღარავდა მოკლედ ამ შინაარს იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა რატომ უყოს ეს მაგალითი. იმიტომ რომ ამ დროს ამ ბიძის მიმართ განიცდის უკიდურესად ნაზიკ გრძნობებს. და სწორედ აქ ამბობს, რომ ეს ნაზიკ გრძნობები სიზმრის ფარული შინაარსი კი არ არის, არამედ გადაფარავს და წარმოადგენს გამახინჯებას იმ, ასე ვთქვათ, აგრესიული ტენდენციისა, რომელიც სუბიექტს აქვს ობიექტის წინააღმდეგ. ანუ რეალურად ფროიდი ობიექტს განიხილავდა როგორც სულელს და დამნაშავეს ამ სიზმარში. და აქაც ერნესტ ლანცერის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს რეაქციის ფორმაციასთან. გუშინ ამაზე ბევრი ისაუბრეს, რომ ეს ჰიპერმორალურობა, ასე ვთქვათ, ჰიპერსინდისიერება და მამასთან დაკავშირებული ეს უკიდურესი სიყვარული არის გამოვლენილი აქ და არ შეიძლება არ დაეჭვდე ამ თემის გულწრფელობაში. და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა თვითონ ასე ვთქვათ სექსუალურ ობიექტთან ურთიერთობაც. როდესაც ხშირად მამაკაცების შემთხვევაში ხდება ხოლმე ეს, როდესაც მამაკაცი უჩვეულოდ გამოხატავს ხოლმე რაღაც ნაზიგ გრძნობას, გადამეტებულად, თითქოს ზედმეტად ზრუნავს თავის ქალბატონზე, ეს ქალბატონი მას ბრალსდებს არაგულწრფელობაში. რომ კარგი, ეხლა გაჩერდი, მოკლედ ეს მომენტი არის, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი არის მართალი. ანუ ის ხვდება, რომ აქ საქმე არ ეხება ფსიქიკურ სინამდვილეს. და აქაც ასეთი მომენტი აქვს, მოკლედ, რომ მამის მიმართ არის რაღაცა სიძულვილი, რომელსაც ესე უკიდურესი კომპენსაციით, რეაქციის ფორმაციით გადაფარავს და ხო, რამდენი? 15 წუთში ჩავადი. მე მგონი ბოლომდე ვერ მოვასწრებ ამას და შემდეგ უნდა გავაგრძელო, სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრია და ეს შეუძლებელი იყო 1 საათში ახლა ჩამეტია. ისე ვქნათ რომ მე ნახევარ საათში. მედია ყველას გცალიათ. მე ნახევარ საათში ჩავეტე. ხო. უბრალოდ ძალიან რო არ დაიკარგო იმაში, მაგიტომ სულ მაგის გამო მაფრთხილებს. კარგით, მოკლედ მაშინ მოკლედ შემოვული რაღაცებს და მაინც ისე ვიგზავ რომ ძალიან სკულის ზედაპირულად არ გამომივიდეს. ანუ რაღაც კონკრეტულ ძილებს გამოვტოვებ მაშინ. მამასთან დაკავშირებულ სიძულვილს რაც შეეხება. პირველ სცენაში, სადაც კაპიტანი მას ბრძანებას აძლევს, ფროიდი თავიდანვე ამოიცნობს მამის ფიგურას, რომ ის გარკვეულწილად ასრულებს ერთგვარ ამგრძელავ ფუნქციას. და მისი სიტყვა ხდება ფაქტობრივად უტყუარი. ანუ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. როგორც ფროიდი ამბობს, მეფე შეუმცდარი და ამას ამბობს მამის ანალოგიაზე ხაზგასმით.
თუმცა ჩვენ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ობსესიურ ნევროზში ასე ვთქვათ, მამის სიტყვის უტყუარობა ქრონიკულად დგება ეჭვ ქვეშ. ანუ ფაქტობრივად საქმე ეხება იმას, რომ მამა თავისი ამ სიმბოლური გაგებით და სტრუქტურული გაგებით ამ სუბიექტთან ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ჩვენ ვეძახით კასტრაციას. ვერ ახდენს ეფექტურ კასტრაციას ყოველ შემთხვევაში. ეს იმას ანიშნავს, რომ განდევნა საერთოდ არ არის და მამა საერთოდ არ არის. ეს უკვე უფრო რთული შემთხვევა იქნებოდა ცხადია. ანუ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მამა, მაგრამ მასთან დაკავშირებით ყოველთვის არის გარკვეული ეჭვი. და სწორედ ამ ეჭვის კომპენსაციის მიზნით იმისთვის, რომ ის ტენდენცია, რომელიც მას ინფანტილურად თან მოსდგამს, ასე ვთქვათ, ამ სუბიექტს, აგრესიული თუ სექსუალური ტენდენცია, თუნდაც ეს ფანტაზმი, რომელიც შეიძლება რეალიზდეს, რეალურად არის ენესლანცერის ტენდენცია, მაგრამ ამას უარყოფს. თუნდაც ეს ტენდენცია, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ აღიკვეთოს, საჭირო ამისთვის აკრძალვა, მაგრამ რახანაც ეს აკრძალვა არ მოქმედებს, ასე ვთქვათ, წყნარი სიტყვით, მაშინ მას სჭირდება ერთგვარი მაიძულებელი ძალადობრივი მექანიზმის შემუშავება, რათა ამ სურვილის რეალიზაცია, ეს სურვილის რეალიზაცია რაიმე გზით აღკვეთოს. ამიტომ არაცნობიერი ასე ვთქვათ, ამ მომენტში, როცა კაპიტანი ამ სიტყვებს აჟღერებს, რომ შენ ფული უნდა გადაუხადო ლეიტენანტ ას, იჭერს ამ ასე ვთქვათ სიტყვებს, რომელსაც ასე ვთქვათ, გადათარგმნის ობსესიურ სიტყვიერებად. რეალურად მას არ უნდა რომ ეს ბრძანება შეასრულოს. ანუ მას პირველი აზრი ის კი არ უჩნდება, რომ როცა ეტყვის კაპიტანი, რომ შენ უნდა წახვიდე ფული გადაუხადო ლეიტენანტს, პირველი აზრი ის კი არ უჩნდება, რომ ახლა მე უნდა წავიდე თორემ ფანტაზმი განხორციელდება. არამედ პირველი აზრი უჩნდება, რაც საინტერესოა ძალიან, ესეთი რომ მე არ უნდა გადაუხადო ლეიტენანტს ფული, თორემ ფანტაზმი რეალიზდება. ანუ მას აქვს პირველი წინააღმდეგობა ამ ბრძანებასთან. თუმცა ფროიდი იძახის, რომ დაახლოებით ამ ფანტაზმის წარმოქმნისა და კაპიტნის ბრძანების გაჟღერების ინტერვალში უნდა ყოფილიყო საკმარის დრო იმისთვის, რომ პაციენტი შეემუშავებინა ერთგვარი სიმპტომი და ამ ასე ვთქვათ, კაპიტნის სიტყვასთან დაკავშირებული ეჭვის კომპენსაცია მოეხდინა კომპულსიური ძალით. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, რომ ისე რომ იზავს, რომ ბოდიალებს და გაასწრებს ის კაპიტანი, ეს ხო შეგვიძლია რეალურად ჩავთვალოთ, როგორც ცდელობა კასტრაციის უარყოფის, იმიტომ რომ კასტრაცია იქნებოდა, რომ ფული მიეცა. კი. და ამას უვლის გვერდს, იბოდიალებს, თავისი სურვილის რეალიზაციის გზას არიდებს თავს ყოველთვის აგადაავადებს და გადაავადებს, რომ იმ გარდამტეხ წერტილამდე არ მივიდეს, სადაც ეს კასტრაცია ხდება რეალურად. იმიტომ ფსიქიკური გაგებით ის ამ გარდამტეხ წერტილში კი არის, მაგრამ ამ წერტილზე არ ხდება რაღაც. ამ ფიქსაციის წერტილზე არ ხდება რაღაც, რასაც ჩვენ კასტრაციას ვეძახით. ხო, ის ვიტავს. და ამიტომ ამბობს ფროიდი, რომ ინფანტილური ამნეზია ისტერიაში უფრო მეტია, იმიტომ რომ იქ განდევნა მთელი თავისი კოლოსალური ძალით მოქმედებს. კი. და ობსესიურ ნევროზში, ანუ ასე ჟღერს, ასე ვთქვათ, რომ თუ კასტრაცია არ მოხდება, ყოველთვის იქნება მომავალი კასტრაციის საფრთხე. ამიტომ კასტრაცია უნდა მოხდეს, რომ შესაძლებელი გახდეს, ასე ვთქვათ, სურვილის რეალიზაცია კომპრომისული გზით. და ეს კაპიტანი ფაქტობრივად ასრულებს იმ ავტორიტეტის ფუნქციას, რომელიც მას წაუყენებს ბრძანებას, მაგრამ ამ ბრძანებასთან დაკავშირებით მას უჩნდება წინააღმდეგობა, მაგრამ რადგანაც არსებობს უხეში ტენდენცია ამ სუბიექტში ერნესტ-ლანცერში, ამიტომ მის აღსაკვეთად სჭირდება ეს კასტრაცია, ანუ ობსესიურ ნევროტიკს რეალურად სჭირდება კასტრაცია. მაგრამ ამას თავს არიდებს, ანუ ამ ასე ვთქვათ, პარადოქსია გაჭედილი. და ამიტომ არის ეს სრული კონტრადიქციები თავში და ურთიერთწინააღმდეგობები და ობსესიური დელირიებიც მათ შორის. ხო, და რაღაც უნდა მეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით და გამოვჭა. ხო, ამ მამასთან და ავტორიტეტთან დაკავშირებული ეჭვზე უნდა მეთქვა, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ის. დიდი წინააღმდეგობის გავლით, ახლა უკვე მოკლედ მივდივარ, რომ უფრო მალე დავასრულო ეს და დიდი წინააღმდეგობის გავლით პაციენტს უწევს, რომ მივიდეს მაინც იმ გაიხსენოს ერთგვარი მოგონება. ანუ ფროიდი იძახის ერთ სეანსზე, რომ ჩემ და გასაკვირად ამ ინტერპრეტაციების შემდეგ, რაც ახლა ვთქვით, პაციენტი მოდის და მიყვებაო, რომ დედამისმა მოუყვა რაღაც გამოცდილება. როდესაც ის ბავშვი იყო, პატარა ბავშვი იყო, მან რაღაც ცუდი გააკეთა და ამის გამო მამამ დაუწყო ცემა. ანუ ცემის გამოცდილება იყო მის ბავშვობაში. და როდესაც ცემა დაუწყო, პაციენტმა პაციენტმა მაშინ ერნესტ-ლანცერმა იმ დროისთვის გაუწია წინააღმდეგობა, წარმოუხვდა და დაუწყო ბინება, ოღონდ იმენით რაინაც მაშინ იცოდა. ეს იყო დაახლოებით 3-4 წლის ასაკში. ამას დედა უყვება ერნესტ-ლანცერს და შემდეგ ერნესტ-ლანცერი უყვება პაციენტს, იმას ფროიდს. ანუ ეს აგინებს მამამის ცემის შემდეგ, you played, you towel, შეტილო, შენ ტაფავ და რაღაც, ხო, თითქოს სიტყვები არ ქონდა იმისთვის, რომ გაელანძღა ბოლომდე, მაგრამ თავის აგრესიას ამ wording-ში, ასე ვთქვათ, გამოხატავდა.
და მამამისის ძახის ეს რაღაცას რომ ეს ბიჭი ან გაიზრდება დიდი კრიმინალი, ან დიდი კაცი. და ფროიდი უწერს შენიშვნებში რომ მამას გამორჩა მესამე ვარიანტი, რაც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე. ეს ბიჭი შეიძლება გაიზარდოს ნევროტიკი. და მართლაც ეს ამას ხონა გადადეხი გავლენა, იმიტომ რომ ის უკიდურესი სინაზე მამის მიმართ რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და შემდეგ რეალურად არ ყოფილა ასეთი ნაზი მამაც მამამისი. ხო და მასთან დაკავშირებით ხონდა ეს აგრესია რომ რაღაცნაირად მოიშორებინა. ჩვენ ვიცით რომ ეს აგრესია იმ სკოლობაზე რომ არის განდევნილი და გაუცნობიერებელი, ის პოულობს სხვა გზას შიშის სახით. ამაშიც სიზმრის ინტერპრეტაციაში წერს ამაზეც ფროიდი. რომ შიში რეალურად არის განდევნილის დაბრუნება. დედა აქტიურად არის წარმოდგენილი. ერთი და აი სწორედ მაგ თემაზე ვაპირებდი გადასვლას. მაგ თემაზე ვაპირებდი გადასვლას სწორედ და კარგია რომ ეს მითხარით, იმიტომ რომ დედა მხოლოდ ერთი გზით არის წარმოდგენილი, რასაც ფროიდი ახასიათებს, 5 წუთში მოვჩები. ორი ისეთი ძადა დედა ეს არის სუსტად რა ქვია ამას ამ the case upon obsessional neurosis. ანუ ეს ხო ეს არის. ხო დედაზე ვაპირებდი თქმას და კაკრას იმ თემას შევეხები რა ნიადაგზეც წარმოიშვა პაციენტის სიმპტომი და მე მგონი მე უკვე დავასრულებ, იმიტომ რომ ის რაც შემდეგ უკვე თეორიულ ნაწილზე გადადის, არის ბევრი სირთულე ამ ნაშრომში, რომელიც მე თვითონ ვერ გამიგია, თვითონ ფროიდიც კი იძახეს, რომ ის ჩახლართული გეგმა, რაც წეგან მოგიყევით, თვითონ ფროიდმაც ვერ გაიგო, სანამ სამჯერ არ მოისმინა პაციენტისგან ეს და გაუგებარი იყო ფაქტობრივად მისი ცარიელი ელემენტების შევსება რთული იყო და მოკლედ მოყვები ამის შესახებ. ანუ დედა ახსენეთ თქვენ და დედა არის მხოლოდ ერთი გზით დახასიათებული, რომ ის იყო დიდარ ოჯახში გაზრდილი მოკლედ და ამას რატომ აქვს მნიშვნელობა. სიმპტომის წარმოქმნის თვალსაზრისით. რომ როცა პაციენტი ყვება მამის ისტორიის შესახებ, მამა თურმე თავის დროზე, სანამ ის საკუთარ საქორწინო გადაწყვეტილებას მიიღებდა და ერნესტ ლანცერის დედაზე დაქორწინდებოდა, მანამდე მას უყვარდა სხვა გოგო, რომელიც იყო ღარიბი. თუმცა ფინანსური გავლენით მან ამჯობინა რომ დაქორწინებულიყო ერნესტ ლანცერის დედაზე. ეს არის თავი მომენტი აქ. და როცა მამა გარდაიცვლება, იქიდან მალევე ერნესტ ლანცერს უჩნდება სამუშაოსადმი ინჰიბიცია, ანუ ვეღარ მუშაობს. და რატომ უჩნდება ეს ინჰიბიცია? იმიტომ რომ დედა მას ერთ დღესაც ეუბნება, რომ მე მყავს შენთვის ერთი კარგი კანდიდატურა, რომელიც დიდარ ოჯახშია გაზრდილი და ეს ბიზნესს წაადგება, ასე თქვათ, ფულის თვალსაზრისით, შენ კარგ ფინანსურ მდგომარეობაში იქნები. მაგრამ ერნესტ ლანცერს უყვარს სხვა ქალი, რომელსაც იმდენად დიდი ფული არ აქვს. ანუ ფაქტობრივად ის იგივე წრეში არის წარმოდგენილი, სადაც იყო მამამისი წარმოდგენილი. და აქ ჩანს სწორედ ის, რომ სიმპტომი არ არის ინდივიდუალური ფსიქიკის ვაკუუმში წარმოქმნილი რაღაც, ანუ ეს არის გაგრძელება და გაზიარება იდენტიფიკაციის ყოლობაზე, ანუ მამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა ისტორიული საფუძველი, რომელიც მოამზადა იდენტიფიკაციის ნიადაგი. რათა გაეზიარებინა შემდეგ მისი სიმპტომი, კონფლიქტი, ასე ვთქვათ, ობიექტებს შორის არჩევასთან დაკავშირებით. და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს როდესაც სიმპტომს ვეჯაჯგურებით, ეს მას რეალურად აქვს ფუნქცია, ანუ ფაქტობრივად ეს იდენტიფიკაცია იყო მისთვის საყრდენი, სხვა გზა მას არ ჰქონდა. და სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ის და როდესაც მიყვება ამ ისტორიას მამასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს სხვა გზა მას არ ჰქონდა? იმიტომ რომ იდენტიფიკაციის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა მას. ამაგას გულისხმობ, რომ იდენტიფიკაცია ამ პრეისტორიულ ეპოქაში არა, ზუსტად მაგას რომ ეს არის საბაზისო საყრდენები, ასე ვთქვათ, რითაც ჩვენი მე არის შექმნილი ამ წარმოსახვითი კონსტრუქციები, სწორედ იდენტიფიკაციის ყოლობაზე იძენს მნიშვნელობას ეგო. და მისი მეს ფუნქციონირება სწორედ ამ მამასთან სიმპტომის გაზიარების ყოლობაზე იყო შესაძლებელი ამას ვამბობ. ხო, და ის უნდა ითქვას, რომ ეს ხომ მოვყევით ახლა, ეს ისტორია მამასაც ხონდა ქორწინებასთან დაკავშირებით და ასევე მამას თურმე ჯარში ქონია ესეთი გამოსვლება, მამაც იყო სამხედრო. ესეც კიდევ იდენტიფიკაციისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნიადაგი. ანუ ერნესტ ლანცერის სიმპტომის წარმოქმნის პროცესში არის სამხედრო. როცა მამა იყო სამხედრო, იმ პერიოდში მას ჰქონდა რაღაც ფული ებარა, მოკლედ და მან წააგო ეს ფული კარტში და შემდეგ სადა რომ ამ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მეგობარმა გადაუხადა ეს თანხა და სადა რომ დაებრუნებინა ეს ფული მამამ ამ მეგობრისთვის, მაგრამ ერნესტ ლანცერმა არ იცის გააკეთა თუ არა მამამ ეს, ანუ მას ეჭვიეპარება მუდმივად მამის ცხოვრების პერიპეტიებში, ასე ვთქვათ და სისწრაფეში. პატიოსნები.
პატიოსნება შეიზუსტის სიტყვა არის, რომ პატიოსნება შეეპარება ეჭვი მამის. და ვალი გასტუმრებული. თუ ვალი გასტუმრებული აქვს თუ არა, ეს სიცარიე არ არის. რა არის? კი, ბიძამ ჩააწვეთა და ბიძამ ზუსტად. კი. მოთამაშეებს ვირთხას ეძახდნენ თუ რაღაც. ხო, აი მაგასაც კილერად. შპილერად. ანუ ეს ბიძის მომენტი რო გავიხსენოთ, ბიძა სწორედ რასაც იძახის, რომ მე მხოლოდ ამ ქალის ერთგული ვიყავი. აი ეს ლანცერის არაცნობიერთან ძალიან რეზონირებს, რომ მამა ჩემი არ იყო იმდენად ერთგული ქალისადმი. მას ისედაც ქონდა ეგეჭვი და ამას ეს ფაქტობრივად მისი რეალიზაცია გააკეთა რა. და ამ კარჩის დაგებულების შემდეგ მოკლედ ენეს ლანცერმა არც გადაიხადა თუ არა ეს თანხა და რა ხდება ახლა დაუბრუნდეთ იმ პირველ სიტუაციას, სადაც კაპიტანი ბრძანებას წარადგენს. რომ კაპიტანი უყურება მას სასჯელის შესახებ. შემდეგ კი ეუბნება, რომ თქვენი პოსტის ხარჯი გაისტუმრა ქალბატონმა და ახლა შეიძლება გადაუხადო ლეიტენანტ ას ფული. ანუ ეს არის ის ვალი, ასე ვთქვათ, რომელიც მამამისმა არ გადაიხადა. იმ იდენტიფიკაციის ნიადაგზე, რომ ისიც სამხედროა, ამავე დროს კაპიტანი არის ერთდროულად საშიში და მნიშვნელოვანი ფიგურა მისთვის და ამავე დროს ის თავაზობს, შეიძლება ეს კაპიტანიც არ ყოფილიყო, მაგრამ შეეთავაზებინა ადამიანს სწორედ ისეთი სიტყვები, რომელიც გამოდგებოდა, ასე ვთქვათ, იმ ფანტაზმის აღკვეთისთვის, რომელიც მას რეალურად ჰქონდა უკვე. ანუ ფაქტობრივად ის არის წარმოდგენილი, რომ ბემ გადაიხადა სინამდვილეში. ბემ არ გადაიხადა. არა, საერთოდ საქმე ის არის, რომ და თვითონაც იცოდა თუმე საქმე ის არის, რომ ეს ამან დაიწყო კი. რომ ვიღაცა ლეიტენანტმა ბემ გადაიხადა. კი, საქმე ის არის, რომ თავი საქმე რაშია, რომ ამ ენეს ლანცერმა რეალურად იცოდა მის გადაიხადა თანხა. უბრალოდ რაჟამს კაპიტანმა ეს ბრძანება უთხრა. ფაქტობრივად მან გაკვეთა ხაზი ამ ფაქტთან, ამ ცოდნასთან და ასე ვთქვათ, დაიწყო აკრძალვის გამოყენება. ან მას რეალობა საერთოდ არ აინტერესებდა ამ გაგებით და არც შეგიძლია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მინიმალურ თანხაზეა საუბარი, რომელიც ისედაც არავის არ აინტერესებს. ხო. ესეც მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო რაღაცაზე გადანაცვლება ხდება რეალურად. ძალიან უმნიშვნელო თანხაზე არის საუბარი. კი, ეს მომენტი არის და თან კიდევ ხო, რა უნდა მეთქვა? ხო, ეს ვაფშე არ გეტყვი ფაქტობრივად, ანუ მამის ვალის თქვენი რეპრეზენტაცია ხდება კაპიტანის სიტყვები. და ესე რომ თარგმნოთ, შეიძლება ესეც თარგმნოთ, რომ მოიცა, მე არ მინდა ეს რეალური ფაქტი არ მაინტერესებს, ჩემს არაცნობიერს უნდა სხვა რაღაცის გაკეთება. ანუ ეს მომენტია. ენეს ლანცერთან და სწორედ ამიტომ ებმება ამ ფერხულ მექანიზმში ობსესიური ნევროზის. ხო, და კიდევ თავარი რაც იყო, ის არის, რომ რატომ მქონდა აკრედიტებული ენეს ლანცერს, რომ მაინც და მაინც ლეიტენანტ ასთან მისულიყო. კიდევ ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ ანუ ხომ შეიძლებოდა რომ ლეიტენანტი ას ნაცვლად ყოფილიყო B, ანუ B-ს ჩაენაცვლებინა, მაგრამ ჩანაცვლება ვეღარ მოხდა, იმიტომ რომ A უკვე წარმოადგენდა ჩამონაცვლებას. და როგორც თვითონ აღნიშნავს, მან იცოდა პოსტა, ვინც გადაუხადა პოსტის ხარჯი, ეს იყო ქალბატონი, რომელიც მას უყვარდა და ასე ვთქვათ, ეს ჭოჭმანი და ყოყმანი ამ ორ ობიექტ შორის გადაუხადოს ფული თუ არა ლეიტენანტ A-ს თუ გადაუხადოს B-ს გამოხატავდა ფროიდის აზრით ორჭოფობას იმის თაობაზე დახულოდა თუ არა მამის გავლენას დახულოდა მამის გავლენას თუ აერჩია თავისთვის საყვარელი ქალბატონი. ან მამის გავლენას იმ შემთხვევაში დაუყებოდა თუ ის გადაიხდიდა ფულს და მამას შეეწინააღმდეგებოდა იმ შემთხვევაში თუ მაგალითად აერჩიოდა იმ ქალბატონს, რომელიც ფინანსური კრიზისის პირობებში მაინც სასურველი იქნებოდა მისთვის. ანუ მას ჰქონდა ეს პრობლემა, რომ გაყოლოდა მამის ხაზს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფროიდი ესე განმარტავს ამას, რომ მას ჰქონდა კონფლიქტი მამის სურვილის გავლენასა და სექსუალურ სურვილს შორის, ასე ვთქვათ. და მამა ერთგვარ ინტერფერენციას წარმოადგენდა მისი სექსუალური ცხოვრების გზაზე. და რაც შეეხება თვითონ ფანტაზმს, რა ფსიქიკურ ღერძზე კონსტრუირდა ეს ფანტაზმი და როგორ არის მისი ელემენტები დეტერმინირებული, ამას ახლა შევეხებთ. ანუ ეს ფანტაზმი რეალურად ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ენეს ლანცერს ჰქონდა ეს აგრესია მამის მიმართ, მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა აგრესია თავის საყვარელი ქალბატონის მიმართაც. იმიტომ რომ ის ყოველთვის არაკმაყოფილებდა მის ტოლებს, ესა სურვილებსა და ტოლებს და თან კიდევ ამავე დროს საერთოდ არ ყვარობდა ეს ქალბატონი მას. და როცა ეს ქალბატონი მასთან არ იყო წარმოდგენილი, მას უჩნდებოდა ეს ბრაზის განცდა და მას უსურვებდა ყველანაირ აუსურვილს. მაგალითად ერთხელ ისიც კი უსურვა, რომ როცა ეს ქალი ავად იყო, მან ესეთ რაღაც ისურვა, რომ ახლა იმედია ეს ჩემი ქალბატონი იქნება სულ მუდმივად ავად. და ამას იმით ამართლებდა შემდეგ, რომ
თუ ავად იქნება, სულ მაშინ ეს აღარ იქნება ის ფოთვა, რომ კიდევ ექნება რაღაც ტრამული შეტევები და ასე შემდეგ. ამით ამართლებდა, რომ ქალი სულად ყოფილიყო. და ფროიდი აქ უსვამს ხაზს, რომ რეალურად მას სურდა, ანუ ესეც სურდა, მაგრამ კიდევ შეიძლებოდა თქვათ, რომ სურდა მას, რომ ეს ქალი მისი, ასე ვთქვათ, განზრახვების წინაშე ყოფილიყო უძლური. powerless მისი გეგმების წინაშე, რომ მას ძალიან დაპატრონებოდა, ასე ვთქვათ, ანუ ეს სადისტური კომპონენტი აქ იგრძნობა. აშკარად ობიექტის დაუფლების და ასე შემდეგ. ანუ აი ძალიან დედას გამოხატავს ხალხი რეალურად. თუ აქო საერთოდ მაშინ ლაპარაკის ზედმეტი იყო, რომ ამას კი უნდა ცოლად მოყვანა, მაგრამ ის არ გაყვებოდა, ხო? სავარაუდოდ. გუგრილი იყო, არ უყვარდა. მაშინ კონკრეტულად აქვს ნიშნავს. ეს მაცავე იყო ბიძაშვილი იყო რაღაც ესეთი და მას გადაწყვეტილი ჰქონდა. სავარაუდოდ გაყვებოდა. ანუ სიტუაცია ისხალი და და იმ გამოცდას შეძლებული გახდებოდა ასე ვთქვათ არა ვინც უყვარდა თვითონ მაგას ისხალი თანახმა იყო უბრალოდ ამანისა და არ უყვარდა კარგით, ამ ფანტაზმის ელემენტებზე ვისაუბრეთ, ახლა მე დავასრულებ, იმიტომ რომ დრო აღარ დაგვრჩება და ეს არ შეიძლება. ხო, ეს ფანტაზმი გავიგეთ, რომ არის რაღაც გარკვეული აგრესიის ესეთი ტენდენცია, სხვა შემთხვევაში რატომ ეწინააღმდეგება მაშინ ერნესტ ლანსერი ამ ფაქტს. მას შეუძლია რომ მარტივად მოიშოროს, მაგრამ ამას ვერ ახდენს. და მასში ვხედავთ გარკვეულ კომპონენტებს, ანუ ფაქტობრივად ფროიდი იწყებს სიზმის ანალიზს, ამ ფანტაზმის ანალიზით, ის აკეთებს სიზმის ანალიზს. და აქ ხედავს პირველ რას, რომ ვირთხა შედის მსხვერპლის ანურში, ეს უკვე გამოხატავს იმას, რასაც ჩვენ ვეძახით ანალურ ეროტიზმს. და გუშინაც ამაზე ისაუბრეს, ანუ ფაქტობრივად ეს ნაშრომი არის ძალიან სრულყოფილი მანიფესტაცია ფაქტობრივად იმისა, რაც თეორიულად განიხილა საბამ. ანუ სრულყოფილი მანიფესტაცია, ყველაფერი არის წარმოდგენილი, უბრალოდ ახლა ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. ანალური ეროტიზმი ვირთხების მხრიდან ეს არის გამოხატული. და ამავდროულად ჩვენ გუშინდელ საუბარსაც თუ გავიხსენებთ, ანალური ეროტიზმის კონტექსტში მოვიაზრებთ არა მარტო ფეკალიებს, არამედ ფულსაც. რომ განდემის ყოლობაზე ფროიდის აზრით, ასე ვთქვათ, 1908 წლის ნაშრომში ანალური ეროტიკა და ხასიათის ფორმაცია ასაუბრებს, რომ როდესაც ფეკალიები დაითმობა ასე ვთქვათ, როგორც სამოყვარე ობიექტი, ამასთან დაპირისპირებით, ასე ვთქვათ, ფული როგორც ჩამოსვლებელი ელემენტი ისე აღმოცენდება და ფულთანაც იგივე დამოკიდებულება ვლინდება, სიძუნწე, ხელმომჭირნეობა, ფული როგორც ხელის ჭურჭელი და ასე შემდეგ. ანუ ეს ფულის ელემენტი იგრძნობა ამ ფანტაზმში და არამატო ფანტაზმში ჰომოსექსუალური შიში არის აუცილებლად ჩემი აზრითაც ეს ხაზგასმით არ აქვს საუბარი, მაგრამ ეს დამავიწყა ახლა თქვენაც ახსენეთ. ხასიათში და ანალურ ეროტიკაში მე შლის ჰომოსექსუალობას. ეს ჰომოსექსუალური ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთან, იმიტომ რომ დასაწყისში დამავიწყა მე თქო. ის პირველი ძიძა, რომელიცაც ვახსენეთ, რომ მქონდა რაღაც სექსუალური გავლენები, მას პაციენტი იხსენიებს როგორც ქალბატონ პიტერს. და ფროიდი ამბობს, რომ შენიშვნებში წერს, რომ ეს ქალბატონი როგორც წესი ვენაში იხსენიებდნენ გვარით ძიძებს. და ერნესტ ლანსერი იხსენიებს სახელით და თან კიდევ მამაკაცის სახელით და ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეს შეიძლება პაციენტის ცხოვრებაში მიუთითებდეს მამაკაცისგან წამოსულ გავლენაზე და ამდენად ჰომოსექსუალური ობიექტის არჩევასაც. და ეს ისედაც ჩანს ერნესტ ლანსერის кейსში ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც წესი ობსესიურ ნევროში შიში არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ, ჰომოსექსუალობისკენ გადახდის ხოლმე სუბიექტს. იმიტომ რომ საპირისპირო სქესთან სექსუალური კავშირის დამყარება ხდება აკრძალული. ოღონდ აკრძალული არა იმ გაგებით, რომ მოხდა კასტრაცია თავისი ეფექტურობით, არამედ აკრძალული, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია საერთოდ. ან მამა იმდენად ვერ აკრძალავს ინცესტურ ობიექტს, რომ ყოველი ახალი ობიექტი არის ინცესტური ობიექტის უცხადესი რეპრეზენტაცია, ასე ვთქვათ. და ამიტომ მასთან დაკავშირებით ყოველთვის არის ეს ინჰიბიცია და შეჩერება, ასე ვთქვათ, ობიექტის დაუფლების სირთულე. და მამასთანაც ნაზი გრძნობები, კი, ხო, ეს რეაქციის ფორმაციის ყოლობაზეც და ხო, შიშის ყოლობაზე, რომ ამის შემდეგ სხვათა შორის ძალიან ეშინოდა ერნესტ ლანსერის როცა პირველად სცემა მამამ, ანუ იმის შემდეგ აღარ უცემია, ვინც ახს ფროიდი, რომ ზოგადად კონფლიქტების ეშინოდა ძალიან და ეს სიმხდალის ელემენტი არის ობსესიურ ნევროში ძალიან წამყვანი და ხშირად ადანაშაულებს ამაში თავს ერნესტ ლანსერი. და გავაგრძელოთ ეს ფანტაზმი, რომ უცებ მოვჭი, რომ ეს ანალური ეროტიზმი თქვით. ასევე თქვით, რომ ანალურ ეროტიზმში ვირთხა ერთი ფულ განასახიერებს ანალურ ობიექტს, ამავე დროს ფულს და ფული ჩვენ დავინახეთ, რომ ერნესტ ლანსერის კონტექსტში, მთლიანად ფსიქობიოგრაფიულ კონტექსტში არის მთავარი წამყვანი ელემენტი. ერთ-ერთი მთავარი ყოველ შემთხვევაში და მამასთან დაკავშირებით, თუ მან რაღაც ითამაშა
ჯარის პერიოდში, ხო, ასეთი ასოციაცია მოდის. რომ ეს არის როგორც თქვი შენ შპილრატ. რაც ნიშნავს players, ანუ მოთამაშე ვირთხას, ანუ gamblers. ანუ აქ არის აქ ჩვენ დავუკვირდეთ აკუსტიკურ მსგავსებას ცხადია ახლა ეს ფროიდიანული ანალიზის არის უცხადეს მაგალითი ასე ვთქვათ. ანუ აქ წერია ვირთხა თვითონ გერმანულად არის raten. მე ეხლა გერმანულად მას გამოთქმას ვერ ვაკეთებ, მაგრამ ესე წარმოვიდგენთ რომ გერმანულად ვირთხა არის raten. ამასთან დაკავშირებით მას უჩნდება ასოციაცია raten, ოღონდ სხვაგვარად იწერება ეს raten, რომელიც ნიშნავს გარკვეულ ვალს ან განმადებას. და სწორედ ამით დასკვნის რომ აქ საქმე ეხებოდა ფულს, ანუ მხოლოდ ანალური რიტმს კი არა, ფულსაც. და კაპიტნის სიტყვები რომ შემდგა გადაუხადო ფული ლეიტენანტ ას, მასთან ასოციაციას იწვევს ამ მოთამაშე ვირთხისა. მამა იყო მოთამაშე და თითქოს ახლა მეც მამა ვარ, რომელმაც ამ შპილრატე ვარ ასე ვთქვათ. ასევე ენეს ლანცერისთვის ეს ვირთხა რეპრეზენტირებს პენისაც, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ენეს ლანცერმა იცოდა რომ ვირთხები იყვნენ სახიფათო ინფექციების განამტანებიც, როგორც არის მაგალითად სიფილისი და მან იცოდა რომ პენისიც იყო სიფილისის განამტანი. და ამავე დროს ამასთან დაკავშირებით უჩნდებოდა ასოციაცია ჭიის. და პენისთან დაკავშირებით ეს ჭია უფრო მჭიდრო კავშირშია, როგორც ბავშვის პენის, მაგალითად ფროიდი ძახს, რომ თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ჭიას. და ერთი მთავარი ასოციაცია რაც არის, როგორც ერთგვარი ზედაპირული ასოციაცია, ეს არის ჰეიღატ, ანუ ქორწინება. და ბოლო ასოციაცია, სანდრო. ბოლო ასოციაცია ეს არის ვირთხა ცოლი, ანუ გახდა red wife ასე ვთქვათ. red wife, რომელიც გულისხმობს ერთ-ერთ ნაშრომს, ენეს ლანცერს ახსენდება ჰენრიკ იბსენის ნორვეგიელი დრამატურგის ნაშრომი პატარა იოლთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ვირთხა ქალი მოვა ოჯახში მოკლედ და ის ვირთხა ქალი გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის მიყავს ბავშვები და აღჭურვილ ზღვაში და შემდეგ და ესეც მოვა ახლა პატარა იოლფის ოჯახში და წაიყვანს ამ პატარა იოლფს და მე ის დაიხჩება და მე მთელი დრამები ტრიალებს. და ფროიდი ამბობს, რომ ამ red wife-მა გახადა უფრო ცხადი ეს რასთან ჰქონდა საქმე. საქმე ეხება ბავშვთან დაკავშირებულ ასოციაციასაც, რომ მისთვის ეს ვირთხა როგორც ანუშის შესვლა რეპრეზენტირებს ბავშვს ან ბავშვის დაბადების პროცესს ოღონდ უკუღმა. ანუ სიზმრების ინტერპრეტაციაში ჩვენ ვიცით ტექნიკური წესი, რასაც ფროიდი გვთავაზობს, რომ სიზმარში რაღაც ხდება როგორც წესი პირიქით. მაგალითად ავდივარ ზევით და რეალურად მე ჩამოვდიოდი ქვევით. ერთ-ერთი პაციენტის кейსია ესეთი, რომ სიზმარში ასეთ რაღაც ესმება. ანუ ეს თითქოს ჩვენ ვიცით 3-4-დან ბავშვის დაბადების ინფანტილური თეორია თუ როგორ არის, რომ ის ანუსიდან იბადება, მაგრამ ამ ფანტაზებში ვირთხა კი არ გამოდის ანუსიდან, არამედ შედის. მაგრამ შეიძლება ეს პირიქითაც ინტერპრეტირდეს. ხო, ამ შეიძლება ითქვას, რომ ჩასახვაც პენისი და ასე შემდეგ, ხო, ბევრი რამ. ეს ასოციაცია კიდევ ენეს ლანცერისთვის იყო ერთ-ერთი მტკივნეული კომპლექსური ფაქტორი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის საყვარელი ქალბატონი, რომელთანაც მას სურდა დაქორწინება, იყო უშვილო, ანუ არ შეეძლო საკვერცხების ოპერაცია ქონდა გაკეთებული და ორივე ქონდა ამოჭრილი და მოკლედ არ შეეძლო ცოლად მოეყვანა ის და საინტერესო ის არის, რომ ეჭვისკენ ბიდრეკილება იმდენად ძლიერი ქონდა ენეს ლანცერს. ეჭვის სურვილი ქონდა იმდენად ძლიერი, რომ ის არც კი ინტერესდებოდა გაეგო ინფორმაცია რეალურად შეეძლო თუ არა ცოლსა ქალბატონს, ასე ვთქვათ, შვილის გაჩენა. ის რჩებოდა ამ ეჭვში. ანუ ობსესიურ ნევროში არის ეს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ეჭვი, ასე სრულწმენა და ერთგვარი გაურკვევლობის ტენდენცია, რომ არ გაიგოს და ხშირად სრულწმენა. აი შენ ტყუილად არ მიცდიდი ესე იგი, ანუ ტყუილად არ მელოდებოდა სანდრო. ან სრულწმენა ერთ-ერთი წამყვანი, რომ თითქოს რაღაც მოხდება, მაგრამ ენეს ლანცერი იმ გაგებით კი არ არის ცრუმორწმუნე, რომ აი მაგალითად 13 ნიშნავს სულს და პარასკევს შეიძლება პარასკევია დღესაო და კატა ვერ შეძლო ძეხსაო ეს მომენტი არ აქვს მას, ანუ მას აქვს უფრო მაღალი ინტელიგენტური ეჭვები, რომ მაგალითად მან გაიფიქრა რაღაც და სწორედ ამ დროს მოხდა ეს რაღაც და თავისი აზრებში ომნიპოტენტულად ამის გამო ხდება დარწმუნებული, იმიტომ რომ ერთ დღეს როცა ჰიდროთერაპიაში მკურნალობდა ფროიდთან მისვლამდე, იქ ჰქონდა ერთი ოთახი, რომელიც საშუალებას აძლევდა, რომ იქ მომლელებთან უფრო ახლო კონტაქტი დაეჭირა და მე მქონდა ეს სექსი. და ერთ დღესაც ამ ოთახში ვეღარ შედის, იმიტომ რომ ეს ოთახი უკავია პროფესორს. და როცა სხვა ოთახში შედის, ის გაბრაზებულია ძალიან, რომ მეტა ეს მოკვდესო რა. და მეორე დღეს იღვიძებს ის მართლაც გარდაიცვლება და მე ეს საერთოდ გიждდება ამასთან დაკავშირებით. და ერთი მომენტი ქონდა კიდე, რომ ქალს უყვარდა ეს ერნესტ ლანცერი.
და შეიძლება ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს კაცებს ეუბნება და ის რაღაც ორჭოფულ პასუხს წერს რა, ერთლად დამაზუსტებელ პასუხს არცებს და შემდეგ ის ქალი კლავს თავს. და ეს ენისკლანცელი ფიქრობს, რომ რეალურად ჩემს სიყვარულს თურმე ამხელა ძალა ქონია, მე რომ ეს სიყვარული მიმეცა მისთვის. ხო, საქმე ის არის, რომ თავის ამ ტენდენციებში, ამ სასიყვარულო და ობსესიურ იმაში, საზოგადოებაში, ეს დარწმუნებულია ზედმეტად. ხო და ეს კონფლიქტი ამ ტოლებს შორის არის ზეწარმოდგენილი ფაქტობრივად აი ქალთან დაკავშირებით ქვას გადააგდებს გზიდან რომ შეიძლება ამ ქალმა გამოიაროს ჩემმა საყვარელმა ქალმა და წამოკრას რაღაც იმან კარეტამ ბურბალი და წაიქცეს გადადებს ამ ქვას მერე უკან აბრუნებს ისევ რომ რაღაც არასწორად გააკეთა ანუ ეს არის ანულაციის მექანიზმი რაც ბავშვობაშიც მამა აგინა და მე 20 წლის მერე მოკლა ხო ძალიან კარგი ჩვენ რომ ხაობას ანუ ეს ხა ბოლო ნაწილები უფრო სწრაფად თქვი, იმიტომ რომ ეს იმხელა თემა, ანუ ეს кейსი თვითონ იმდენ რთულია რომ შეიძლება ამაზე ზოგადი საუბარიც და შემდგომში საუბარი უფრო ზუსტად. ეს მომენტი არის რა, ეს ნაწილი ხო. ერთ მომენტს ვიტყვი კიდე, ეს ეჭვის მიმართ სულ და სანდრო მომიტევს, ჩემში აღძრა ობსესიური იდეები ახლა რომ მე შეიძლება რაღაცას ვაშავებ, მაგრამ დამელოდეთ თქოთ. ანუ რა უნდა მეთქვა, ხო, ეჭვის მიმართ სურვილი. ფროიდს მოყავს ესეთი ლიხტენბერგის ციტატა, რომ ასტრონავტიო შეიძლება ისევე დაეჭვდესო იმის შესახებ, რომ მთვარეზე სიცოცხლე არსებობს თუ არაო, როგორც ის ეჭვობს დედაში. ხო, რაღაც ისეთი. და არა იმდენად რამდენადაც ის დარწმუნებულია, არა უბრალოდ იმდენად შეიძლება დაეჭვდეს ასტრონავტი მთვარეზე სიცოცხლის არსებობაში, რამდენადაც ის დარწმუნებულია მამაში. მაგრამ ის იმდენად დარწმუნებული ვერ იქნება მთვარეზე სიცოცხლის შესახებ, რამდენადაც დარწმუნებულია თავის დედაში. ანუ დედა ანუ უეჭველად არის. დედა ყოველთვის წარმოდგენილია, მაგრამ მამასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს ეჭვი. ის მართლა მამაჩებია თუ არ არის მამაჩები. და ეს გავლენა განსაკუთრებით მატრაუმირებელი ხდება მაშინ, როცა არის გარკვეული კონფლიქტი, ან დედის დისკურსი არ მოიაზრება მამა როგორც თავი აღნიშნული, ასე ვთქვათ, რომელთანაც ეს დედა უკვე ქალადაც გრძნობს თავს და არა მარტო დედად, ან არა მარტო ქალად. და ანუ ეს მომენტი არის, რომ მესამე ელემენტი ჩნდება აუცილებლად და მამის არსებობაში დაუწუნებელი არის სუბიექტი, როდესაც ის მამა არ არის წარმოდგენილი დედასთან ისე როგორც უნდა იყოს, ან მამა არ არის თვითონ ფსიქიკაში ინტერნალიზებული საკმარისი. რომ განდევნის პრობლემა ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი იდეა განიდევნება მაგალითად მამასთან დაკავშირებით და მეორეთი ჩანაცვლება, განდევნის როგორც ასე ვთქვათ, განდევნის როგორც მექანიზმის, რომელიც ტოლვის მოდიფიკაციის საკითხს აყენებს, რომ მე შემდეგ სუბიექტი გახდეს სოციალურად მისაღები წესრიგის ნაწილი. აი ეს განდევნა არ მუშაობს სწორად, ანუ კასტრაცია. მამა არის ის, ვისაც დედა იტყვის, რომ მამა, ხო. მოკლედ ეს იყო სულ და ბოდიში სანდროს ჩემში ბრალის განცდა აღძრა და ალბათ რამდენიმე ლეიტენანტას გადავუხდი ფულს აუცილებლად. და არ ვიცი რამდენად დაგვრჩა დრო რომ სანდროს კიდევ შემდეგ ბოდიშების მიზეზი გამიმრავლდეს სანდროსთან დაკავშირებით. ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწალია აუდიტორიას ზოგადად რომ შემდეგ ზუმის აუდიტორიიდან ისა. კი, რავი, რა პრობლემაა. ნუ ჩემთვის პირადად. სულ რომ